მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მაქვს პატივი დაგპატიჟოთ ინდოეთში, სადაც შენი სივრცე და სასწაულების ძიებაში ვაკეთებთ ერთობლივ ტრიტრიც. დავიწყებთ მოგზაურობას იშა იოგა ცენტრიდან, სადაც გავივლით ინიციაციას შამბავი მაჰამუდრა კრიაში. დავყოფთ აშრამში 5 დღეს. ეს იქნება ძალიან ძლიერი გამოცდილება, ამის შემდეგ წავალთ აუროვილში, სადაც ასევე ვიცხოვრებთ 6 დღის განმავლობაში, ვიცხოვრებთ აუროვილის ტემპით, აუროვილის რიტმით, ვეზიარებით იქაურ ცხოვრებას, ვორქშოპებს და პრაქტიკებს. და რა თქმა უნდა, წავალთ ტირუანა მალაიში, ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილას მთელ მსოფლიოში, სადაც დგას მთა არუნა ჩალა, რომელზეც ამბობენ, რომ თავად შივაა და მის გარშემო არის განლაგებული ძალიან ძლიერი ტაძრები, ამ ტაძრებსაც აუცილებლად მოვივლით. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იშა იოგა ცენტრში რეგისტრაციისთვის დრო გვაქვს 9 იანვრამდე, მანამდე არის შენახული ჩვენთვის ადგილები, ამის შემდეგ რეალურად ძალიან სწრაფად ივსება ხოლმე ამ პროგრამაზე ადგილები და ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ, ჩემი დიდი თხოვნაა, რომ ცოტა ვიჩქაროთ, რათა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ, მოკლედ გელოდებით და აუცილებლად ჩვენთან ერთად უნდა იყოთ მარტში ინდოეთში ამ დაუვიწყარ მოგზაურობაში. მოგესალმებით, შენი პოდკასტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარია მამა გურამი. გამარჯობა მამა გურამ და უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან სტუმრობისთვის. დღევანდელი ჩვენი თემა როგორც სათაურში წერია არის მარხვა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მცნებები, რა არის ეს და ერთგვარი ეს უფრო ფართე და ღრმა გაგება ამ საკრალური აქტის და ნიკა გადმოგილოცავ ეხა შენ უკვე აცი. კაი, და გადაგძე. ხო, ესე შევთანხმდით, რომ ანდრო გახსნით და მე პირველ კითხვას დავსვათ. მოკლედ, აი ამ სხვადასხვა ტრადიციებში და მიდგომებში, აი სულიერ გზაზე არის, გარკვეული მნიშვნელობა აქვს კვებას რა, მინიჭებული აქვს გარკვეული მნიშვნელობა, რომ ანუ ზოგი იძახის, რომ ვეგეტარიანელი უნდა იყოს, ზოგი იძახის, რომ ვეგანი უნდა იყოს. მართლმადიდებულ ტრადიციაში და ქრისტიანულ ტრადიციაში არის მარხვები. ფაქტიურად ისეც გამოდის, რომ წელიწადის ნახევარი ადამიანი ვეგანი არის რა, ანუ ცხოველურ ნაწარმს, ხო ხორცს იღებს და ცხოველურ ნაწარმს და ხო ვეგანებად. და კვირაში 2 დღე, ხო 4 შაბათი და ეს მთლიანად გამოდის 250 დღემდე. და ანუ 2/3 თითქმის პარასკევი 4 შაბათიანად. მთლიანად რო გაითვალისწინო ერთ წელში რა. ხო და ესეც გამოდის რომ ეს ვეგანურ წვიმით ცხოვრობს, რასაც ამას ეძახიან და აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ რა მნიშვნელობა აქვს კვებას და როგორ უკავშირდება ეს სულიერ გზას ზოგადად კვება? კვების რეჟიმი, ესე ვთქვათ, რა დისციპლინა გარკვეული წილიან ყურადღების შეტანა ამ საკითხს. მიხარი ერთად ვართ, მე და ნიკას გქონდა ეს ბედნიერება, რომ ერთად ეს პოდკასტი გაგვეკეთებინა და ჩემთვის დიდი სიხარულია ანდროსთან ერთად. ჩემთვისაც მოგურო დიდი სიხარული, ბედნიერება და პატივი. სულკოდა და დღეს რომ მოვედი, მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ რაღაცა ნიკამ რომ მითხრა ჩავწეროთ, მე და ნიკა ვიქნებით ისევ მეთქი და ამ დროს შენ რაღაცა რომ დაილაპარაკე. ხო. ვაუ, და ისე პატარა ბავშვით გამეხადი, ისეთი მეც მოგურო გაიხარეთ. ისეთი პაპიშვილი ხარ, რომ ისიც აქ არის ჩვენთან თემურისული დარწმუნებული, მე განსაკუთრებით სიყვარული მქონდა შენ ეს იცი და აი შენ რო გიყურება ის არ ვიცი რა სასწაული თერმა საქართველოს მისცეს ჩემი თქმაც. გაიხარეთ. ახლა მოდი კონკრეტულად რა გვიდა ჩვენ. მოდი ახლა ნიკა მე მაშინ კითხვა შეგიბრუნებ. ჩვენ დავიწყეთ მარხვით და ამ დროს შენ მარხვა გაიგივე კვებასთან. ასე კიდე წავიყვანოთ კვების მმართველი მარტო თუ ზოგადად მარხვა. იცი რა არის, აი ანუ წარმოდგენა მაინც კვების ერთ-ერთი კომპონენტი შემადგენელი მარხვის და ამაზე ვისაუბრებთ. მოდი ორივესაც შევეხოთ რა, ანუ ზოგადად ხო ზოგადად მე უკვე გადავიდეთ კონკრეტულზე მე გადავიდეთ. თვითონ სიტყვით დავიწყოთ მარხვა, ბერმა შეიძლება ეს არც დაკვირდება და სხვათაშორის არც არის გასაკვირი ჩვენ სიტყვის ხმარობთ რაღაცა საკომუნიკაციო და ისეთი არც უკვირდებით. ამ დროს ჩახედა მარხვა ეს არის ძირი მანდარი ქართული სიტყვა ვიმარხავ, სამარხი, გულში დავიმარხე. ანუ შევინახე, შენახვა, დაცვა, თან განსაკუთრებულად აი დამარხვა და საიდან მოდის ზოგადად მარხვა? მარხვა მოდის სულ პირველად
აი როდესაც ადამი და ევა ისტორიიდან ზოგ შეიძლება ეგონოს რომ ეს ყველაფერი მოვიდა მარხვა ცოდვით ასები შედეგი სინამდვილეში ეს არის პირველი მცნება რომელიც ადამი და ევას მიეცადა აი ძალიან საინტერესოა ჩვენ წარმოდგენაში განსაკუთრებით ქართულ ესეთი მასში რომლებიც პატარა ბავშვები სულ გარედან უნდა მივიღოთ ყველაფერი და ჩვენ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ ეს გონია დასვენება და ყველაფერი რომ 64 არ მიუცია ღმერთს ადამი და ევასათვის რაღაცა გარედან მათი მოსურვების ჩართულობის და მათი მხრივ რაღაცის გარეშე ცალმხრივად რომ აი ეს თქვენია და რაც გინდა ის ან არასდროს არ დაკარგა ეს რაღაცნაირად და ისეთნაირად რომ მუდმივ მემკვიდრეობაში თუ სულ ასე იქნება და ადამი და ევა მხოლოდ და ისარგებლო ამ სიკეთით რაც ღმერთმა მისცა აი რატომ ხდება ასე აი ზუსტად იმიტომ რომ უფრო შორსო წავიდეთ ღმერთი რომ ადამი ქმნის სამყაროს ქმნის სიტყვის ძალით ну 6 დღის ქმნადობის პროცესებია თქვა ღმერთმა იქნა ეს თქვა ადამიანთან რომ მოდის ადამიანს არის თათბირი გაემართა ღმერთი თათბირობს ლაპარაკობს და მან კომენტატორები ამბობენ ვისთან თათბირობს ანუ ვინ არის ღმერთის გარდა ну სხვადასხვა ინტერპრეტაციებია მაგრამ ერთ-ერთი არის რომ ადამი ერთ-ერთი ინტერპრეტაცია არის ასეთი ებრაელი კომენტატორების რომლებიც ამბობენ რომ ღმერთი ეთათბირებოდა ადამიანის პროექტს ვიდრე ადამიანს გამოიყვანდა მოქმედებაში, ანუ განახორციელებდა ესე რომ თქვა. ეს თუ ვინმე ყურს ჭრის, როგორ არის ეს? მაშინ გეტყვით იერემია მოციქულის სიტყვებს წერია, იერემიას ეუბნება უფალი, ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, მე შენ გიცანი. სადიცნო მაშინ მე შენ სპეციალურად მოგიყვანე აქ რომ ხალხების წინასწარმეტყველად და ესე დამეყენებინე მამხილებლად, ანუ შეგიცანიო, შეგიყვარეო და გამოგარჩიო სანამ გამოგსახავდი შენ. ანუ თუ შენ სანამ გამოგსახავდი, ესე იგი ეს შენ ანუ მატერიაში სანამ გამოგსახავდი, იქ რაღაცა ფორმით და მაშინ გამოდის რომ რაღაც მისიით ჩამოდის უკვე მეერე აქ ხო გამოვლენილის სახით გამოვლენილ სამყაროში ხო და დაახლოებით ესე ადამიანის მოდელს ანუ ადამობა ზოგადად რომლის ხორცშესხმას მეერე განახორციელებდა თითქოს ერთგვარად ებათათბირება რომ ადამიანს რომ მე და შენ ერთად თუ ვიქნებით აი როგორც ექიმი ეტყვის დავუშვათ ავამტყოს მასწავლებელი მე თუ შენ დამიჯერებ მე თუ შენ შენგან კაც გამოვიყვან დავუშვათ ანუ შენ ცალკე ვერც მე ანუ აქ რაზეა ხაზგასმული განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე თვითონ ადამიანის რომ ეს არის როგორც ბიოლოგიური ევოლუციის პროდუქტი მარტო ბიოლოგიური არსება რაღაც განსაკუთრებულია მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად ის ყველაფრით ცხოველურია გამრავლების უნარით და არის ვიღაცა მასში რომელზეც ღმერთმა ფეხზე წამოუდგა ღმერთი ესე რომ ვთქვა ანუ უბრალოდ ბრძანებით კი არ ქმნის თვითონ თავის თავში გადაწყვეტილებას იღებს ქნად კაცი ხატად ჩვენთან და მსგავსად ეს არის მისი პროექტი ხატად და მსგავსად მაგრამ აღსრულებაში წერია ხატად შექმნა მსგავსად არ წერია აი მსგავსება ადამიანს დაუტოვა და აი აქ მოდის მარხვის მნიშვნელობა რომ ადამიანი თავის ნახევარ ფაბრიკატია, თავის მოდელია, პროექტია, დასრულებული არ არის. რატო? ისე ვამბობ, ბევრი ვამბობ, მაგრამ არ არის ზედმეტი, ის მაშინ დასრულებული თავშივე ადამიანი არ იქნებოდა თავისუფალი. ამიტომ ეთათბირება ადამიანს. ანუ ადამი ხო ეტყოდა რომ ღმერთო, თუ გამაჩინე კიდეც მარჩინე, როგორც ქართველები ვამბობ. შენ შემეკითხე რამე? იქნება არც მითოდა ამ ქვეყანად მოსვლა და ახლა შენ თვითონ მომიყვანე, არც შემეკითხე, ახლა ითხოვ შემდგარ რაღაცას. როგორ ითხოვ რა ვარ მე? არაფერი არა ვარ. არც მონაწილეობს ჩემს იმაში აი ეს რომ გადალახულიყო რომ ადამიანის ღმერთობა არ შელახულიყო და არც ისე რომ ახლა ძალიან ის ყოფილიყო რა თავის თავში ღმერთიც და არც ღმერთზე ნაკლები გადაილახა ამ არასრულყოფილ იმაში ამ არასრულყოფაში ორივე ყოფილდება ერთი მხრივ ღმერთზეა დამოკიდებული მეორე მხრივ თვითონაც ღმერთი ხდება შესაძლებლობით ოღონდ მე დამიტოვო თუ უპასუხებ ამას აი ამ მდგომარეობაში დარჩენა არის მარხვა უკვე აი ეს გააკეთე მარხვა არ არის წეუბნება ორი ხიდან ხო აი ამას თუ შეჭამ დარჩები ხო ამას თუ შეეხები ანუ ბოროტების სიკეთის გამშევის ხეს მაშინ უკვე ანუ მოკვდები ანუ მოკლავი არ წერია მუხარაკი არ არის ანუ შედეგი უთხრა აქ და პატივსაცემს არჩევანი უსუტოვებს და აძლევს ორ გზას ადამიანს და
და ეს უკვე მარხვა რაღაცა პირველი, აი რომელიც ადამიანს უჭირს. აი რატო უჭირს ადამიანს ყველაზე მეტად რაღაც შენიშვნა, დამცირება, აი ეს მითითებით გაკეთება, მithmetებით ბრძანებით რაღაცის გაკეთება, კვდება, მაგრამ იმიტომ რომ მისი ღვთაებრივი სული, აი რომელიც მას აქვს, ის ვერ იტანს ამას, ღმერთი ის არის, ვინც უკვე არის ღმერთი. და არავინ არ არის მის იქით, ვინც მას რაღაცას უზღუდავს, ან ავალებს, ან უბრძანებს. ეს შეუძლებელია ღმერთის ბუნებისთვის. ამიტომ ამბობს ადამიანი ამას ძალიან ძნელად ეგუება. ეს მისთვის ეს არის ძალიან მძიმე და პირველი გამოსვლა ამაში იყო რომ აღსრულებულიყო ეს არასრულყოფილება. რომ შენ კი ხარ ღმერთი, მაგრამ არასრულყოფილებით ხარ, უნდა გახდე. მე შენ მარცვლად შექმნილი და ამიტომ მორჩილების გარეშე ამას ვერ მიაღწევ. ხოლო მეორე გზა იყო უკვე ადამიანის გზა, რომელიც გაუჭირდა ეს და თვითონ უკვე ღმერთი ვარო ამბობს. უკვე მე მაგ გარჩევის უნარი რა არის კარგი და რა არის ცუდი. ორგანიზ სიგერში გასწობი. ნახე რა, აი ეს დილემა აქვს ადამიანს. რომელი გზით წავიდეს, რომ აი დათმოს თავისი ღმერთობა, გაბრუებული რო არის დაწიოს და ზერდით ღმერთი გახდეს, მორჩილებით და მერე განიხდოს. თუ მისთვის ეს მძიმე გზა არის, დამდაბლები გზა არის, როგორც ღმერთობაში ჭარბად დამთვრალს რაღაცა, რითაც გველმა დაათრო, შენ იქნები როგორც ღმერთი, ეს გაჩნდა, ვერ გამოდის აქედან და უცბად ახორციელებს ღმერთობას ყოველგვარი მორჩილების გარეთ და აქედან იბადება დიქტატურაც, ძალაუფლების წყურვილიც და ყველაფრისკენ ჟინი, რომ ეს მეფობა გამართლოს. და მაგ მომენტში, როცა შეჭამენ ადამი და ევა ბოროტისა და სიკეთის შეცნობის ხის ნაყოფს, ღმერთი ხო მაგ დროს იძახის, რომ ეხა ჩვენნაირები გახდნენო ისენიცო. ესე იგი, ანუ ღმერთსაც და ვინც მაგას იცახის, ანუ მათაც აი მეორე გზაც, ანუ რეალურად ხო ღმერთში ეგ ორივე გზა იყო, ანუ ორივე მაქიდან გამომდინარე იყო. და ეს არის ანუ თქვენ როგორც თქვით, ესეც რაღაც ერთგვარი მარხვა არის, ოღონდ უფრო აი არა საკვების მიღების, არამედ რაღაც უფრო ცხოვრებისეული განცდის და ზიარების, აი ცოტა ხო აი ბუნდოვნად მესმის, აი როგორ შეიძლება ეგეც მარხვა იყოს რა, ანუ ჩემთვის მარხობა იც იყო უფრო აი რაღაც აი საკვე, ანუ აკრძალვა და რაღაც ხო აი ჯერ ბოლომდე თითქოს ვერ მივხვდი მაგას. ანუ ახლა შე რო თქვი რომ ისა ერთი ჩვენგანი გახდა, ხო? კი გახდა იმით რომ მათ ასე გონიათ რომ მართლა კი არ გახდა. შენ იქნები როგორც ღმერთი ეს ჭამა. დაიჯერა და თითქოს ღმერთი სპეციალურად გიკეტავს, გიმალავს და იმას რომ არ უნდა შურიანიაო. ნუ ეს გველი რა არის? ეს არის ტვინის ქვეცნობიერის იქიდან რომ მოდის აი ქვეც ემედან ადამიან. დრო თითქოს შურის გამო და ნუ არ უნდა შენთვის სიკეთე და აი აქ ადამიანი მოგეთ ეს ხომ არ არის მარტო იქ რასაც ყვებით ადამი და ევაში და სამოთ. ეს პარადიგმა ეს მიდგომა ხომ მუდმივად გვაწვანებს ჩვენ სულ ამ პროცესებში ვარ ჩართული, აი სად გადის ზღვარი, ერთი მხრივ ღმერთი ვარ, ყველაფერი შემიძლია, მეორე მხრივ დავიხედავ რა ღმერთი ხარ, პატარა ერთი რომ კეჭი რომ მოხდეს, სულს გაატარ, შენ პატარა და იღლები პატარა და ადამიანი არის საშილ დღეშია, წარმოდიო, ორ უკიდურეს შუაში და ვისთან გაიგოს თავიდან ჯერი ყვანტა იმაში ვარდება, ან ზედმეტად ღმერთობაში და ქმნის წარმოადგენს სამყაროებს ამ ღმერთობით და ძალაუფლებას იყენებს და ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურად მეტი არაფერი გამართლება არ აქვს ადამიანის სწრაფოს ჭარბის სიმდიდრისკენ არც ცხოველს არ აქვს დიდი ციყვმა საწყალმა შეიდახოს ზამთრისთვის რაღაცები პატარა ისა საკურეთის ეგეც მაგის რაც ინსტინქტური ნაწილი არის ხო ამდენ ადამიანის მკვლელობა ლომი ერთ ლეოპარდს შეჭამს ერთი კვირა ყოფნის კაცო და დამთავრდა არავინ სხვა ამას ევოლუციაში ახსნა არ არის რაც ხდება ადამიანურ ბუნებაში გარდა ზუსტად ამ იმისა რომ რას მაღალში რაღაცა სხვა რაღაცა არის ანუ ქვეცნობიერა ანუ სადღაც ახსოვს ან ქვეცნობიერა თუ რაც გინდა დავარქვათ არაცნობიერად ანუ ახსოვს ეს ღმერთობა მისი თუ იცის პოტენციალი საკუთარი ღმერთობის და ეს რო ესე არ ვლინდება მე ეს ვლინდება უკვე დაგროვებაში გაფართო ანუ ეს გაფართოებული მდგომარეობა ბუნებრივად აკომპენსირებს თითქოს ხო აკომპენსირებს აი უცბად უნდა მიტაცები და რატო არის მე-6 ისა მერვე მცდება არიპარო რატო არიპარო თუ მერვეა მეგობრებიში არა კლა არის მე-6 მე-7 არის და არიპარო იმიტომ რომ იპარო აქ არა იპარო ფიზიკურ ქურდებზე ლაპარაკი ყოველ ჯერზე როდესაც შენ აკეთებ რაღაცებს იმისთვის რომ მეტად გამოჩნდე ვიდრე ხარ უკვე ქურდი ხარ. ხო. იმიტომ რომ მე შენ
იპარავ იმას რაც არ ხარ და რაც არ გეკუთვნის და შედიარ წარმოჩ იმად რაც არ ხარ ანუ აქ არის მიტაცებით ანუ და რატო არის ცოდვა ცოდვა თვითონ აი ცოდვის გაგიბაცა ჩვენ გასაფრთხდნენ ჩვენ ქართველების მართლმადიდებლობა თვითონ სიტყვებშია დაცული და შემდეგ რომ შემოდის ბიზანტიური რუსული გავლენები ის ხასიათები გადმოდის და შესაბამის ელფერს იწევს სიტყვა ცოდვა რაც არის რუსულშია სხვაგან იურიდიული სასჯელის ფორმა აქვს საზღვარგარეთ ლათინურ ეკლესიებში რუსულში და სხვაგან ცოდვა ზორი ეს გრეხ ანუ რამლეს დანაშაული ეგა და ვინც ადამიანს შეცოდავს იურიდიულ დამნაშავედ ცხადდება ლამის შეიძლება ციხეში არ დაიჭირო მაგრამ დაჭერილ ყავხარ მეზობელს ახლობელს გასამართლებს გამთხულებს საგრეში და გრხ ეს მეშინია გროხოთ ძიმე ძამ ძიმე არის ხო რაღაცა გავს ქართულ დაგრეხილი რაღაცა გროხოთ რაღაცა გრეხ და ამ დროს ქართულში გვაქვს სიტყვა რომელიც დაუბრუნდება გავწვენი ცოდვილობს კაცი ნიშნავს რომ საბრალოა ეგ არ უნდა აი უკუღმა აკეთებ ბავშვს უყურებ და რა უნდა უყვან ბავშვს თვითონ იტანჯავს თავს თავის თავში და რა უშველო ისიც არიცი და უყურებ მიხვდება და ანუ კი არ განვიკითხავ მეწოდება და კარგი გაგები ეს შესაყვარებელია საშველია დასახმარებელია და არავითარ შემთხვევაში გასაკითხი და მარხვაც ეგეთი ან მარხვა ანუ დამარხულს ნიშნავს ხო ქართულ ეს და სიტყვა გულში დავიმარხე მარხეს არის ღრმად შენახვა ერთგვარად აი აქ ახლა მივედით ეკავდე ეს როგორც გითხარით რომ ეს მარხვა რომ მოდის ანუ ადამიანი შექმნილია თვითონ ადამიანად ყოფნა ნიშნავს მარხვაში ყოფნას და გეტყვით რატო აი ცხოველი ავიღოთ დავუშვით ცხოველს ინსტინქტის დონეზე ანუ ჭარბად აქვს აი პროგრამასავით მიცემული ჭარბად სად როგორ მოიქცეს და მის ინსტინქტი უზრუნველყოფს აი მაგალითად კენგურუს შვილი იბადება კენგურუ რამხელა და 2 სანტიმეტრი აი ისიც აგდებს და იწყებს მოგზაურობას კუდიდან მოდის მთელი ის არის რაცა გადადის მთა ზღვა ყველაფერი და ჩანთაში შემოდის და ვინ ასწავლა საიდან და ბავშვი აი ბავშვს დაბადებს იქ იქნება სულ ხელი თუ არ მოკიდე არა სრულიად უმწეო და იმათ ინსტინქტები შეაქვს აი სწორედ აი ეს გარის რომ ადამიანს ღმერთმა გარედან არ დაასრულა თავის შესაძლებლობა და ადამიანის შექმნილი ხოლო მარხვა ნიშნავს რომ აი შესაძლებლობა სწორად გამოიყენო ანუ უხეშად რო თქვა სწორი აგროტექნიკა აი კარგი ეს არის ეს მეთოდი აი მაგალითად მარწყვის მოყვანის აგროტექნიკა თუ არის მარწყს ვერ მოიწევ შენებურად რო დათესო მოდი ასევე ოდნავ დააკლებ რაღაცას მოსავალს ვერ მიიღე შენი თავის ჭირნახული შენივე სისრულეა შენ მოგცა ღმერთმა შენივე თავი დასასრულებლად ხოლო მეთოდის გარეშე ანუ რაღაცების გარეშე რომელიცაც მე უნდა გავითვალისწინო ინსტინქტის დონეზე არ მაქვს ჩადებული და რატო ინსტინქტის დონეზე მქონდა მე კეთილი არ ვიქნებოდი მე არ ჩამეთრობოდა სათნოება იმიტომ რომ მე ამას ვაკეთებ არჩევანის გარეშე ინსტინქტურად როცა ვაკეთებ აი მე რომ ვამბობ ხოლმე რომ ფუტკარის თაფლი მოაქვს იმიტომ კი არა რომ ახლა უყვარ ხარ და გიждდება შენზე მას არ შეუძლია თაფლი არ მოიტანოს ხო სხვანაირად ვერ იქნება ფუტკარი მოგიტან გინდა ცემე ვერ გაბრაზდება ის და ვერ მოგიწამდა შვილი მზეს არ შეუძლია ამოვიდეს მექანიკური კანონები ემატ ეს კანონები ინსტინქტების კანონები ადამიანი ის არის ღმერთმა რომელიც ბოლომდე არ გადაასრულა და დაუტოვა შემეცნება რო ყოფილიყო აბა რომ მას თავის სისრულისთვის მიაღწია არა ინსტინქტურად როგორც მარცვალი აკეთებს სასამართლოს მარცვალის იმიტომ კი არა სადღაც მარცვალმა მოინდომა და ჩართულია არავინ არ უყურებს ტას მაგის გამო პატარა მარცვალს ბიჭო რა მაგარი ხარ აპატარა ხარ რა შავი რა უბრალოდ როგორ გახდი 20 კილოიანი წითელი სასამართლო ამარ შენ გეტყვიან კი ხო ერთი ნაჭერი რომ ისე ვიღაცას საზამთროს ნაჭერიც კი იმაზეც მადლობა ბიჭო რა კეთილი ბიჭია და ამან რა ქნა მაგრამ რატო იმიტომ რომ ეს გარედან აქვს მიცებული ხოლო ადამიანს თავისვე თავი ადამიანობა მარხვითაა იმ პირობით თუ დაიცავ აი ეს არის პირველი გამოცდა და ადამიანს უჭირს ეგა იმიტომ რომ ღმერთობა მასში იჭაჭება უნდა რომ აღარ მინდა დაცმცავი აი დაახლოებით ესეთია რომ დინარემ რო თქواس მე აღარ მინდა შეზღუდული ვიყო და მომაშორეთ კალაპოტები ანუ ვიჩაგრები რაღაც მავიწურულებ ანუ დინარეს რაღაც მარხვაშია ხო? აბა ყველაფერი მარხვაშია. ანუ
რაღაც სისტემა სტრუქტურა არის, სისტემის ხო, გარეშე. რაღაცა ის სატურნებით, რო იქ გავიწროებს, სამყარო რო ინგრევა. ერთი მასში იყო. სისტემის გარეშე. მოდი სისტემის გარეშე სამყარო ინგრევა, ეს სისტემა კი. დამთრგუნავი კი არ არის და რაღაცა შემავიწროებელი სისტემა გაცხონებს, სისტემა გაძებს საშუალებას განავითარო შენი თავი. კალაპოტი რო არ იყოს, მოხსენით კალაპოტი. წარმოიდგინე მდინარე ხარ და არ მინდა ვამბობ მიჭერთ. მოხსენი რად გადაიქცევი? ჭაობად. ნორჩა გველები და ბაყაყები დაიბუდე, ვერც ზღვაში წახვალ და ვერც კალმახებ დაიჭერე შენში. და ხო შენი პოტენციალი რაც გქონდა ვერ აღავლენ მაგას, იმიტომ რომ სხვა რაღაცად გადაიქცე. თერგი ხდება უკვე, ქაფუტები და კალმახები ბუდობენ. არა, ეხეთქები. პირიქით წინამდებობა გაძლიერებს უფრობე და ისე მყაყდები, რომის იმპერია რამ დაშალა? ჰედონიზმა, ჭამასმა, ბოდიში და რო შეჭამდნენ, არ წევდნენ ისე რომ ისევ ჭამეს. იმიტომ ჩაიჭერდა არცად არ მიდის ზღვისკენ. და ეს ებრაულმა კულტურამ მოსემ შემოიყვანა იქ სხვათა შორის ძალიან საინტერესოა რომ ეგვიპტელების სიმბოლო არის გველი, დახვეული ასეთი, თავის კუც რო იმაშო. ანუ ეს არის წელიწადის 4 დრო. და ასევე ადამიანის ციკლი, დაბადება, ზრდა, დაბერება და სიკვდილი. გაზაფხული, ზაფხული და არსად არ მიდის ნილოსის წყავს ეგვიპტეს, იბადებიან, იზრდებიან, ყველაფერი კარგად არის, ფულკულაცია არ ხდება გარედან. შეკრულია სისტემა, დამთავრდა უკვე. ამ დროს ებრაული კულტურა შემოდი კვერთხი მოაქვს მოსეს. იქ კვერთხი რო გადავიდო გველად იქცა, მე რომ მოკიდა ხელი და კვერთხი რა არის ვერტიკალი, მიზანი. ანუ ეს უნდა აწიოს და წაიყვანოს საჭირო მიმართულებით და როცა ეს არ არის მიმართულება მიზნის გარემო, მაშინ ეს ტრიალებს არსად არის ლპება, აი ადამიანის მიზანი რო ხდება, მატერიაში ტრიალებს. მიზანი ხდება რაღაცა სპორტული მიღწევა აღწევ, მაგრამ ლპება ეს საშუალებებია. მიზანი სხვა რაღაცა, მიზანია ჩემი თავის დასრულება. აი ეს არის სივიწროვე და მარხვის მიზანი. არასდროს არ გაპიაზრებია ბაბა გურამ ეგრე სირვისეულ სამარხო რაღაცა. ხო, ანუ ეხა ვხვდები რომ ანუ ეგ არის ერთ-ერთი მეთოდი რომ შენ ანუ ამ შენ ცხოველ ქმედებას ამცირებ რომ უარს ამბობ ამ მატერიალურ რაღაცებს რომ შემდეგ ეს ღერძი რა ძირს არის აღმართო ზემოთ ღმერთისკენ და აფრინდე იქ. სასიკეთო, მოდი ასე და ბოლომდე შენი აი ეს თესლიაცა შენში დათესილი რა ინფორმაციას ფლობს ბოლომდე რომ გაიხაროს ხო სწორედ მესმის. ამის გარეშე მოსავალს ვერ მოიწევ. გაკვეთილი რას ეშნავს? გამოკვეთილი. აი ზოგადად ისწავლის საგან ზოგადად ჩაგტენეს სადღაც. აი ესე გაკვეთილი მან სკოლა სიძნელეს ნიშნავს ბერძნულად სახელი. შემდეგ კლასი ესეც გამოყოფილი რატო? რომ მე გაზიარო იმას იმ პატარის გარეთ და მე დიდში გახვიდე. და აი ეგ არის ადამიანის პრობლემა. დამორჩილება არ უნდა რომ მე ზრდით მიაღწიოს იმას და ხალტურა უნდა მოპარვა უნდა პირდაპირ ნიღბებს იკეთებ უკვე ვარო ისო და დადის სასაცილო. ანუ მარხვაში ყოფნა არ ვითომ ვარო და ვისავტყუებ. არა ღმერთს ეცინდება ამას ეს არის რაღაცა ბავშვმა რომ რაღაცა დაიწყო და რა კაი რატო გოიმ ბუხეშად რატო ხარდები ისედაც ხარ მიაღწევ ხო და რა ტიპის მარხვები არის მნიშვნელოვანი ხო შენ ხო თვითონ აი ისე ვიქამდე მივედეკით ნახე რა კარგად შენიშნე შენ ანდრია რომ არასდროს არ ვიცოდი რა ნახე ანუ პრობლემა ჩვენი არის არასწორი ინტერპრეტაცია არასწორი გაგება და რომელიც გონია რომ ასეა და არც ვამოწმებთ კაცო მარხვა არის გასტრონომია ხო მე დარწმუნებული 100 კაცო კითხო 90 გეტყვის მეტი თუ არა რომ ეს არის გასტრონომია არის და არ შემეშალოს რამე სამარხო მაიონეზს ვეძებ ახლა ჩვენ გვაბიტურებენ ახია ჩვენზე სამარხო შაურმებს ხედია უარესის ღირსი არა ვა და 40 დღე რომ შაურმის გარეშე კაცი ვეძებ და პრეტენზია აქვს რომ იმარხულოს ბიჭო თავს იტყვებ თუ ვის იტყვე ღმერთს ატყვევ გეფიცები ნახე მე ფონი ჭამაში სამარხო შაურმა სამარხო ნაყინი სამარხო ყველი სამარხო ყველაფერი სამარხო ბიზნესი და ეს უგუნურ ქრისტიანებზე დადირობენ და გვაგოიმებენ და ჩვენ ამას ხლაფავ და ბიჭო და რეალობაში რას ხო რაღაცა კარგი ეს ახალი ვთქვი რაღაცა სამარხო ნამცხვარი ყველას ხო გაიგე აი ნონსენსი არ არის ხო და აი მაგაზე ეგ სალაპარაკო უკვე ტკბილია ანუ შენ იმიტომ მარხულობ რომ ტკბილი არ უნდა ჭამოდე რა მნიშვნელობა მაიონეზიან კვერცხიან ნამცხვარს შეჭამ თუ უკვე ტკბილია უკვე და ხო არ უნდა იყოს ეგეთი ხო და აი ეს ყველაფერი ხო და აი როგორ უნდა იყოს ტვერი ამ ტვერის მოცილების შემდეგ დარჩება ის უკვე ის არის არსებული ტკიცება არ უნდა ჩვენი პრობლემა ის არის რომ არსებულზე დავაშენე ჩვენი ტვინი ჩვენი არსებული მაგრამ ეს არის აპკი მოვიკიდა როგორც ხაშლამა რომ ქაფს მოიდებს რომ იხარშება და წუთისობელი ქაფივით არის და ამიტომ ეს გაგვიხდა რეალობა ის არ დაგვავისლა კიდეს თუ ის რეალობაა აბა ქრისტე რატო გააგრე ჯვარზე ქრისტე არის ის რაც არის და იმდენად გადაგვარებული იყო საზოგადოება ამას ჯვარზე აკრავე ვერცნობე პირიქით ხდება ხო და როგორ იყოს და ერთადერთი ისე საუბარი ნათელი
ფესვებში ჩასვლა, მოძღვრებაში განათლება და აი ეს უნდა გავაკეთოთ ხო, სწორედ ახსნა იმისი, ეს რაც ხელის გულზედებს. აი რაც შენ კითხვა დასვი. ნახე როგორ სერიოზულობით დასვი და შენ არსვა მომას ყველასე არ მდროს იმდენად მარტივია რომ კვებითი მარხვა არის ერთ-ერთი თავისთავად მართლმადიდებელი მოძღვრებით ერთ-ერთი და უმდაბლესი გამოვლინება მარხვის. აჰა, მოგწონს? სანკი. აისბერგის 0 კლასი. რა ფიზიკურად გასტრონომია არის 0 კლასის დონე. და კი ბატონო 0 კლასის ბავშვს 1+1-ში უწერენ 5-იანს, მაგრამ სუიკ დარჩი დებილი ხარ მაშინ. გავაგზავ ორჯერ 2 საათი. შემდეგი საფეხური რა ხო ისე რომ გადაიწიო და აყვიდეს სხვა კლასებში ხო. დავამთავ გავიგეთ ეგა. გავიგეთ ეს და და წავიდეთ ახლა რა არის მარხვა მაშინ მამარდაშვილს მოვისველი ერთხი მხრივ და რო გავამაგროთ რომ ეს მარტო ფილოსოფოსის პრეროგატივა არ არის წმიდა მამების და დიდი მამის გამონათქვამსაც იგივე ორი ხარივით შევაბა მამუღელში და უკვე ვერაფერს ვერ იტყვის მამარდაშვილი პირველი ხარი გამწევი ხო მაგარია გაქაჩა თავი შუბლი ნახე როგორია რასე ბძოდა რამხელა ისინი გაარღვია ამბობს რომ ადამიანი არის დროში ძალისხმევა ანუ ნებელობა ზოგადად იმდენად ხარ ადამიანი რამდენადაც ძალისხმევით ხარ ადამიანი ინერციით ადამიანი არ ხარ აი მოშვებულად ერთი წუთით ავტომატურ რეჟიმში ადამიანი ვერ იქნებ ადამიანი კარგი გაგებით არა როგორც ბიოლოგიური გვარის არსება არამედ როგორც კაცი რომელიც ბუნებაში არ აგა აი შენ იმდენი ხარ თუ ხარ ნამდვილად რა შენ შექმნელი არ არსებულისგან მოგსოვე ხო და ეხო ნება შენი არ არის რაც მატერიალურია ეხო ნება არის ნებას და ნების დაფიქსირება ხორცას ხამ მაშინ ხარ მესია მაშინ ხარ ღირებული ეს არის რაც გადარჩება დანარჩენი მატერიას გაყვება დროში ძალისხმევა სამუშაო კოსტუმები რომელიც ჩეჩოსავით ჩამოცულა თავის დროზე ეს პრაიზვოსტვენი ხლამ აი რუსები იტყვია როგორ არის ქართულად საწარმო ნარჩენები ხო ნარჩენებია ყველაფერი მთელი შენი ინსტიტუტები სკოლები საბჭოთა კავშირები ამერიკები ყველაფერი არის საბოლოოდ ამას ებრაელები ეძახიან კლიპოთ ეს არის კოჟურა შელუხა ანუ გარსი ნაჭუჭი ჩამოიბერხო გარსი და ნაჭუჭის გარეშე აბა კვერცხი როგორ გამოვა ან კლასის გარეშე სისტემები რაც თქვი აგზალებები მარხვები მაგრამ ეს მიმყვანიათ საბოლოოდ ჩამოიშლება ყველაფერი მაგრამ შედეგად დარჩება ვინ შენ დაიბადები ამ სისტემების ამიტომ შენ როცა გინდა რომ იყო ნამდვილი ყოფნით კაცი ის რომ ეს გზა არ გაიარო უკვე ყალბი ხარ რომ შეუძლებელს ითხოვ შენ ეს ისეთია რომ მარცვალმა თქვას რომ კონდიციის გარეშე ნუ რატო დავიმასკნა რა ეს ჯერ ენერგია უნდა ვიყო ჩითილი მე და პირდაპირ მომაბით საზამთრო ან ჩემი მარცვლიდან ამოვიდეს ამხე ზუსტად ეგეთი პრეტენზია ეს სკოლა ერთგვარი გასავლი რასა მოყვეს ჩემი გონს მოსვლა მაგრამ მაშინ მიუყვეთ ანუ აი მიუყვეთ ისე რა ცოტა სტრუქტურა ანუ აი ხო მაგრამ თუ ეს არ არის თუ ანუ კვებაში სწორი მარხვა რა არის ანუ აი მაშინ აი კვებისადმი სწორი მიდგომა რა არის ზოგადად ახლა მოდი აქ ახლა მე აი რომელთა მიმართ ნახოთ აი ესეც იქნება არ ვიცი მსმენელისთვისაც მართლმადიდებლებისთვისაც ჩვენც ვწოდავთ რომ ეს ახალებას ცოტა არ მაშვრებით იქნება ძალიან სიახლე და სასიხარულო ალბათ გამათავისუფლებელი მოვლენა აქ არის აქცენტი აი წავიკითხავთ ჩვენ აქ არის ლაპარაკი ჭამაზე რისი ჭამა შეიძლება რისი არ ჭამა ორმაგ მდგომარეობას გადმოსცეთ პავლე ყველაფერს აქვს საერთოდ დონეები გაგების და ესე წერია რომ 100 კლავს სული 140 არქას მარხვებზე რო წეს ბუკვალურ მარხვაზე მაგრამ გადააქმერე თლიანად ზოგადში ანუ მთავარში და სამი ტიპის საჭმელი არსებობს პავლე ამბობს ეს არის რძე პეტერ ბოცეგული ამბობს რომ რძეს გასმევდითო და არა მაგარ საჭმელს იმიტომ რომ სუსტები ხართო ჯერ ვისაც მე ვერ ძეს თოთო ახლა მოდი გადმოვიდეთ ნეოფიტი ნეოფიტი რომ ყველაფერი იმას არ უნდა უთხრა ისე საიდუმლოებები რომ ვერ გადაამუშავებდა რომ ძით უნდა ყვებო მაგრამ პავლე ამბობს არ დარჩეთო ჯერ უკვე ბავშვები ხარ წესითო დიდები უნდა იყოთო მაგრამ თქვენ ისევ ძეს გასმევთო მეორე საჭმელი არის მწვანეული წვანილი, ანუ მცენარეული, ხო, მცენარეული, ნუ ბოსტეული, ხილი, ყველაფერი, ნუ ესეთი. ეს არის საშუალო დონე მორწმუნეების, რომლებიც აი 0 კლასიდან, ბაღიდან გადავიდე ბაგადან სკოლაში. და აი ეს უკვე მაგარი საჭმელი არის უკვე მაგისტრატურა.
დაახლოებით რო ვთქვა, ანუ რაღაც დონე რომელიც სკოლის მიღმა. ამიტომ ყველასთვის ეს სამივე ერთენაირად მისაღები არ არის და აი აქ ახლა ამ საჭმელებით აი შენ რო თქვი რომ რას ისავს ეს ანუ მნიშვნელოვანი რა არის მარხვა ანუ მოდი ასე ვთქვათ შენ რო რაღაცას არ შეჭამ მაგას დისციპლინას აკეთებ თვითონ ეს გეთვლება სათრუებად რომ ყოჩაღ ბიჭო 40 დღე აი ხორცისთვის პირი არ გამიკარები ნუ მაშინ პირველი წმიდანი კურდღელია საერთოდ არ ჭამს ხორცს კაცო თუ მასე მიუდგები პირდაპირ მნიშვნელობით ისა ანუ ეს ის არის რომ მე რახან 40 დღე არ ჭამე ყველი და უშუალოდ ხორცი მარტო წყალზე და პურზე ვიცია ხოლმე და ეს არის სათნოება შენის ტელეგრამი დახურული არხი მათთვის ვისაც სურს ასტროლოგიის ეზოთერიის და სამყაროს უნივერსალური კანონების ღრმა გაგება და მათი ყოველდღიურობაში გამოყენება არხზე იღებთ სუფთა სისტემურ და შემეცნებით ცოდნას რომელიც გეხმარება ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაქმნა საკუთარი ცხოვრება გასაწევრიანებლად დაასკანერე QR კოდი თუ პირიქით ეს საშუალება რაღაც უფრო დიდი მისის მისახსევა და მაშინ რა არის მიზანი ჩვენ რო ვთქვით ის რა თქვით და კაცო ვიყოთ რა არ შეიძლება არ მიდას ბავშვს არ უნდა ადგომა დილას არ უნდა ეს არ რა თქვით ეს დისციპლინები არ შეიძლება ვიყო დიახ იქნები მაგრამ აი ესე რო იყო ამისთვის სკოლა უნდა გაიარო რატო აიძულებს შეგერე ბავშვს რა ადგეს დილას იმიტომ კი არა ძულს ბავშვი იმიტომ მე დაისვენოს როცა ისწავლის და მშობელმა იცის თუ ახლა არ ისწავლის აი როგორ არის გურამიშვილს თუ კაცსა ცოდნა არა გასტანჯავს წუთი სოფელია თუ მებხის ყავსანი რა მიშობა სწავლის ძირი მწარე არის გურამიშვილი ამბობს კენწეროში გატკბილდების ანუ რატო სწავლობს სწავლება ნიშნავს ჯერეთი იმას თუ იცოდით ეს სწავლა ნიშნავს ტანჯვას იცოდი ახ სწავლას როცა გესმის შენ რა გესმის ნუ ვისწავლი ხო პილატე ქრისტეს განსწრება ხო არ უნდა ქრისტე რო მოკრან ებრაელება ამიტომ უნდა რომ დაუკმაყოფილოს მათ აგრესია და ამბობს რომ მოდი მე ვასწავლიო მაგასო და საკმარისი ხო იქნება თქვი ანუ ვცემო ვემო ახალ ქართულში მე შენ გასწავლი ჭკუას რა ანუ გაიძულებ სხვათა შორის სწავლა უკავშირდება სწავლებას სწავლო ხელი ძალი თუ და წაათრევდი ნებით არ მოდის მოსწავლეებასთან დაძალება უნდა და სწორედ ამიტომ არის ტანჯვასთან გაიგივებული სკოლაც ბერძნული სიტყვა პოლიტი სკოლა ბერძენი გეტყვის მაგრამ ძალიან ძნელია სიძნელეა მაგრამ ძიმეაო სწავლის ძირი მაგრამ კენწეროში გატყვი ანუ მე რატო ვწვალო რომ ტკბილისი ბერეგუ ტკბილა დავისვენ ანუ მიზანი ისევ დასვენება მიზანი ისევ 60-ია ხო მე ამ ტკივილით იმიტომ რომ იქ რო ყოფილიყავი არ გამოვარდებულიყავ შეიძლება ვერც შემეგდო რა დავკარგე იმიტომ იმ ორი ძმის შორის ორი ადამიანის ისტორია მე რო ყვები ფაქტიურად ორი ადამიანი კი არა ერთი ადამიანი მაგრამ ორი სუპერპოზიცია დაუშვათ ის ადამიანი რომელიც თუ დარჩებოდა იქ სიცოცხლის ხიდან წავიდოდა და განვითარდებოდა და ეს ადამიანი რომელიც გამოვარდა აი ეს არის ორი ძმა ერთი რომელიც მამასთან დარჩა და არ გასულა იქიდან პირველი ადამიანი იქნებოდა მეორე ადამიანი რომელიც გამოვარდა წაიღო ქონება ანუ უნარები ნიჭი უნარი ყველაფერი და მე ვიქნები როგორც ღმერთი ანუ მე მამა არ ყავს ღმერთს ხო ღმერთი არ ყავს რატო უჭერს ადამიანს იცი ღმერთის აღიარება ჩვეულებრივ ადამიანს ამბობს ღმერთი არ არის ნახე რა უნარი მისცა ღმერთმა ადამიანს როგორ გარისკა ადამიანს შეუძლია თქვას რომ ღმერთი არ არის თვითონ ღმერთი როა იმიტომ ორი ღმერთის აღიარება მას უჭერს როგორ მე ღმერთი ვარ და ისიც ღმერთია იმას ვერ იტანს ის თუ აღიარა მაშინ მე არა ვარ ვიჩრდილები და დაუბრუნდეთ და სადგადად აი ამიტომ აი ხა მარხვას კი მაშინ წავიკითხოთ აი როგორ რას აქვს მნიშვნელობა მეთქი მაგის თქვა მინდოდა მარხვაში მიზანი არის რომ მე რაღაცა ვჭამო არ ჭამო და ამით ცხონდები ამით ავასრულებ სიყვარული თუ ჩემი ჭამა თუ უჭმელობა რას შედეგს უტოვებს მოყვას ანუ ნახე სად გადაყავ ხარ ყველა ჩემი მოქმედების მიზანი არის სიყვარული მე თუ ჭამით შენ დაგაბრკოლე მე არ გექცევი სიყვარულით ან პირიქით მე თუ ჩემი უჭმელობით აი მაგალითად მარხვაში რაღაც გამომიტანე სიყვარულით მეტი საჭმელი არ ქონდა დავიწყე მე მარხულო გავაფუჭე ყველაფერი იმიტომ რომ სიყვარულის კანონი ვერ აღვასო გადავაყოლე ჩემს იმას რაღაცას რომელი ჯობდა მითხარი აბა რა შუა შემარხ ახლა ძალიან გთხოვთ რომ აი პავლეს როგორ აქვს ეს კატეგორია ძალიან საინტერესოა ნახეთ შეიწყნარეთ ვინც უძლურია რწმენით მაგრამ არა სადავოდ და საკამათოდ რადგან ზოგიერთს გონია რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო
წმენით უძლური კი მარტოდენ მხალეულსა ჭამს. რა გავიგეთ აქედან? ვინ ყოფილა უფრო ძლიერი? ვინც ყველაფერი ჭამს თუ ვინც მარტო მხალეულ ჭამს? სუსტი ვინ ყოფილა? წმენით უძლური ყოფილა, მხალეული არის დაბალი დონე. აქ უკვე სულიერში რო გადავიტანოთ ეგ. ხორციელშიც რაც გეუბნება, ყველაფერი ღვთისკვნილებაო, განწმიდა უფალმა და ამით ჭამას მასზე არა აქვს დაყვანილი. აქ არის რა მოტივით ჭამ და რა მოტივით არ ჭამ, რა გამოძრავებ. აი ნახეთ. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს. ხოლო ვინც არ ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგან ღმერთმა შეიწყნარა. ახლა დღეს რა მდგომარეობა? მთელი პრობლემა გადასული, ვინ მარხულობ, ვინ არა. ლამის ყველა ერთმანეთს უყურებ თებს, აბა ეს დაარღვეს, მარხვალ თუ აბა მამა უთუზის, ოპა, ბავშვი ხაჭაპრუტი დაიხრია. ყველა თვალი მამაოს. და ბიჭო აი ეს მამაოს კი სხვანაირად უყურებს და მამაო გაფრთხილებს თუ მეტი იციო, ანუ შენ თუ გამოსილი მორწმა, ნუ დააბკოლებს სხვას. იმიტომ შენ ჭამა და სმა არ არისო მთავარია, ანუ არგანი არ დასინო უძლურსო, დაუშვათ რომელ მხალეულ ჭამს, ანუ გონია რომ რაღაცა თუ არ შეჭამა, კარგად იქცევა ბავშვური დონე არის, მაგრამ შენ ვინც ღმერთი გაიგეო რომ ყველაფერი წმინდაა და ჭამო, ნუ დასინე, ხოლო შენ სუსტი, ნუ განიკითხავ, ნახე მარხვაში ვიღაცა ხორ ჭამს, ხაჭ, ჯერ ერთი რა ისი რატო ჭამს? იქნებ ხორცი სულ არ უყვარს მაგას, მაგრამ დიეტაა გამოწერილი, დაავადები და გამოდე მისთვის შენ რა იცი? მოტივი არის. თვალს ნუ დაუჯერებ, ან რაღაცა ისეთ ხო გესმით? ხო და ამიტომ ყველა უყურე ასაკეთებ. აქ ჩვენთან როგორ არის იცი? ეს მარხვა თითქოს აი როგორ ჯარში რო არის, ყველას ერთნაირად. აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. აი ამისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. არის სრულიად სრულიად ინდივიდუალური. თეთრ ბაირაღები გინახავთ ნოდარ დუმბაძის, აი ლიმონა და ის თეთრ. და ის ექიმი რომ მოდის და ლუმინალი, ეს ყური მტკივა ლუმინალი, კუჭი მტკივა ლუმინალი. ბიჭო, ერთ პალატაშიც კი ექიმი 10 პაციენტი რო უწევს, შეიძლება ყველას ერთი დანიშნულება დაუნიშნოს. პირიქით ის კი არა უცვლის იმის მიხედვით თუ როგორ მოქმედებს. ზოგს ეუბნება დაწექი არიარო, ზოგს ეუბნება ადექი არ დაწვე. და ახლა ამას რო შეშურდეს იმას რო ეუბნება ექიმი იარეო რა მე არ გიყვარვარ შენ და მე აგზალის ქვეშ რატომ ამყოფებ. ამიტომ ვინც თავარის კი არ არისო, ჭამ თუ სვამთო. არამედ თავარი აი ნახე შენ ვიხარ სხვისი მონის გამკითხველო. ანუ ის რატო ჭამს, ის რატო არ ჭამს. თავისი უფლის წინაშე დგას იგიო. ამიტომ ერთიო, ზოგიო, ერთ დღეს მეორის განასხოვებსო, ზოგისთვის ყველა დღე ერთნაირი არისო. ყოველი კაცი თავისი გონებით იყოს სრულიო. ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს, ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მათ წირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, ისიც უფლისთვის არ ჭამს და მათ წირავს ღმერთს. განწყობაა, თავი რატო არ ჭამ? იმიტომ არ ჭამ, რომ მინდა რომ აი რაღაცა დავიკლო, რაღაცა მოვიზღუდო ჩემი, რომ ამით აუმაღლდე ჩემს ხორციელ ვნებებზე და უფალს მიუახლოვდე. ხოლო მეორე, რომელიც გაიგო, რომ ყველა ფილება კეთილია, მადლიერები ჭამს, უფალო დიდება შენ და რომ შენ შექმნა. მაგრამ აი ნახეთ მამა გურამ, ანუ ისიც მართალი არისო გეუბნება. შეიძლება მან საფრთხე არის უბრალოდ იქ რომ ეგ რომ ამაგას თუ გაიგებს ადამიანი რომ აი ყველაფერი თავისთავად უწმინდური თავისთავად არაფერი არა და შენ მოტივზეა დამოკიდებული და აი მოეშვა ადამიანი და ყველაფრის უკვე ის თქვა რა აი ყველაფერი დაშვებულია ჩემთვის რა და აი მან უკვე გადაჭარბებაში ხო და მაგარი კითხვა აქაც უყურე რა ვჭირდება რა ჟამია დღეს თუ გუშინეს საჭირო იყო და არ უნდა გვეთქვა დღეს უკვე უნდა ითქვას არ შეიძლება სულ ერთ და იგივე დრო იყო პერიოდი როდესაც ბავშვობის ასაკში დაუშვათ ესე მაგრამ ეს არ არის უნივერსალური ეს ჩვენ უნდა ღრმად წავიდეთ და უნდა გავაკეთოთ დაშვება ჩვენ რომ არის რაღაც სიღრმეები რომისთვის უკვე გავიზარდეთ ჩვენ და შეიძლება უკვე ამაზე ლაპარაკი მით უმეტეს ჩვენ არ ვიგორებთ ამას უბრალოდ ამის მისაღებად არ ქონდა ზრდა და შესაბამისი პირობები ანუ დღეს უკვე 21 საუკუნეში ადამიანი იმდენად განათლებულია რომ უკვე კოლექტიური ადრე მიუხედავად იმისა რომ ქრისტიანობა აი ახლა გამოდირე ვეხედავ რას გეუბნებს ზოგი ჭამსო და ამით ადიდებს უფრო ზოგი დღეს შაბლონზია და მთლიანად ის ხდება უნივერსალური აი ახლა ხო ვიღაცას რო უთხრე შეიძლება ძალიან დავკოდეს და გაუკვირდეს ეს როგორ კაცო ზოგი ჭამს ზოგი არ როგორ ის დღეს არ იცავს და უფლისთვის არ იცავს იცავს უფლისთვის იცავს ორივე სწორია როგორ არის ორივე უჭირს მაგრამ იმდენად მარტივია რომ ქრისტე
არ არის კოლექტიური რელიგია ქრისტიანობა და ქრისტეს ზოგადად ადამიანს და კაცობრიობას არ მიმართავ. ქრისტე ღმერთი აბრაამისა, ისააკისა, იაკობისა, გავაგრძელოთ? ღმერთი ანდრიასი, ნიკოლოზისა, გურამისა. სახელები ღმერთი არის პიროვნებების ღმერთი. ის ეგერო ეძახის პეტრე, იაკობ, სახელებით მიმართავ, იმიტომ რომ ერთი ადამიანი უკვე მთელი სამყაროა, ზოგადი სამყარო არც არსებობს. ბლეფია, ზოგადი სამყარო ჩემ წარმოდგენაში არსებობს. ცალკე ჩემი აღქმის გარეშე არაფერი არ არსებობს და ნიკას აღქმის გარეშე ჩემი აღქმის გარეშე. ხოლო ის თავისთავად არავინ არის ის როგორია, ეს კვანტური ფიზიკაც ამბობს. ჩვენ რეაქციები შეიძლება ვიცოდეთ რაც იმ რაღაციდან მე გამოვჩორკნე, გავიგე, გავითავისე, ავითვისე, მაგრამ ეს უსასრულო მცირეა იმასა. შედარებით, ამიტომ იმას საერთოდ არ ვეხები მე. მაგრამ აქ არ შეიძლება ჩვენ რედუცირება ისე გავიგოთ რომ თანაბრად ლუმინალივი დაგვინიშნოს. ხო, არ მოგვერგება სვისის ნახევარდონეა უკვე გავიდა ბავშვური დონე, სადაც ყველა არც ერთ ბავშვი და წამოთვლილი ბავშვები თიც გააკეთებენ, დიდები ხართ უკვე ბავშვებო, ნუ იყურებით გარეთ გეუბნება პავლე მოციქული. შენ იცავ დღეს? კარგი ბიჭი ხარ. დაიცავი დღე, იმიტომ რომ უფლისთვის იცავ, მაგრამ ვიღაცა არ იცავს დღეს, რატო ყველა დღე უფლის არიო ამბობს. და ასეთ ცემს აყვანს მე და შენ რა იცის რასაკე, ანუ ნუ უყურებ გარეგნულს, უკვე დიდი ხარ. აქამდე კი აი ეს ებრაელებს ანუ შემდეგის კლასი არის ეს ებრაელებს გენიალური კაბალისტებს ეს ორო თქვი ამას ეს არის აქამდე კი ახლა არა გუშინდამდე უკვე დამთავრდა გუშინდამდე გეპატიებ დღეს უკვე ანაქრონიზმია უკვე არ გეთვლება უკვე დამთავრდა დღეს უკვე ახალი ჭი ანუ ჩვენ თუ ესე არ გავიზარდეთ და თუ ჩავჭით მარტო კოლექტიურში რომ მორჩა ეს მაიონეზიანი თუ აი ესე რომ მარხვარო მარტო კუჭი და დოგმატურად თუმეულდა ხო რაღაცა არ დაბყოლდეს ხალხი აღშე ეს მეორე კუდრესობა უკვე ჩვენ პასუხს ვაგებთ რომ შეგნებულა სიბნელეში ვტოვებთ იმათ, რომლებიც წესით უკვე აქვთ ასაკი. აქვთ ასაკი, რომ უფრო დიდი გაიგო, ვიდრე ჩვენ. აქამდე კი ახლა არის. ანუ რასაც ჩვენ ახლა ვამბობთ, ის კი არ არის, რომ რაღაცა გამოვიგონეთ და რაღაცა ტვინიավորეთ ვიღაც. ეს არის, რომელიც სულ აქ ეწერა, უბრალოდ ამის გასაგებად აქამდე მომწიფებული არ ვიყავით. ხოლო დადგა ჟამი, იმიტომ რომ ხედა უკვე ისე მარტივად, უბრალოდ როგორც არ კი არ ვამტკიცე, ასე, ანუ ჟამი დადგა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ანუ აქ ჩვენ აი შენ კითხვას რო პასუხობ, აქ იმის საშიჟება კი არ არის, რომ თუ ამასე ვიტყვით, ანუ ყველაფერი სულ ერთი გახდება. კი, მაგრამ რა გინდა შიშით გინდა მსახურო ღმერთს და ეკლესიის თუ მღვდლის შიშით რომ შენ თუ დაგინახავს რომ არ ხარ ავდადო და ამიტომ ასე შორს ვერ წახვალ, მაინც განწერული ხარ. ამიტომ გინდა არ გინდა ჩვენ მოგვიწევს მიღება ერთმანეთის რომ გავითვალისწინოთ ჩვენი ზრდის პროცესი და მე შევძლო მიუხედავად იმისა მე მარხულობ კაცრად აი ეს საერთოდ არ მარხულობს მაგალითად ეზიარება მე აგერ გეუბნება ნუ გაიშვერ თიცო ის თავის ღმერთის წინაშე დგას ასე ცემს პათაყვა აი უკვე დიდები ვარ ამას თუ თვალს არ გაუსწორებ და დავიყვან დაბლა რა არიქა ბავშვები არ დამკვიდრდე და მაშინ პირიქით ჩვენ დეგენერაციას უწყობთ ხელს, განუვითარებლობას და რა ვიცი, ანუ ერთ ადგილას პრემიას ბავშვი ეს მეორე კუდრესობაა კიდე. ნუ ახლა იმის შიშით არიქავე დამკვიდრდებიანო, ამაშიც გეუბნება, მაშინ გამოსავალს. ნახე რა გამოსავალია. ახლა გაჩვენებ. თურმე პრობლემა რა შეყოფილა, აი პავლე ამბობს გენიალურად ეს ისეთი ისა ამრიგად ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, ანუ ვინ ჭამს და ვინ არ ჭამს, დღეს ვინ იცავს, არა, ყველა ინდივიდუალური გეუბნება პავლე, ვის როგორ ესმის ისე. არამედ იმაზე იმჟერეთ, რომ ძმას არ დაუგოთ ფეხწამოსაკრავი ან და საცდური. პრობლემა რაში ყოფილა? იმაში კი არა, რომ ხორ ჭამ მარხვაში იმდენად, ან არ ჭამ რაღაცა, არამედ შენი ამ მოქმედებით არ გახდე საცდური ძმისთვის. ანუ თუ შეხედავ რომ შენი ხორცი ჭამით ის ბრკოლდება, უკუნისამდე არ შევჭამ ხორ, მე ხორცზე ამაღლებული ვარ. აი ნახე რა საიდუმლო შევეხეთ ახლა და მიხდით აქ პრობლემა რა შეყოფილა და უკვე პავლე უკვე ამთავრებს ამას. ვიცი და მწამს უფალი იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური. არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას. აი როგორ გავიგე. სად გადაიყვანა ნახე? თვითონ აქეთკენ კი არა. და როგორ თანამედროვეა 2000 წლის წინ დაწერილი. იმიტომ რომ ჭეშმარიტება არის და სულ თანამედროვე იქნება. კვანტური თანამედროვე ფსიქოლოგების და იმათი პიკია. აი ეგ რაც არის აგერ. პავლე მოციქული გიწერს აგერ. ანუ ყველაზე მთავარი ყოფილა შენი განწყობა. ანუ შენ აძლევ ნიშნულობას და შენ ქმნი რაღაც საგანს თუ ნივს თუ მოვლენას
უწმინდოდა და წმინდაც შენი დამოკიდებული თორემო ობიექტურად თავისთავად არ არის უწმინდული და რატომ გადავიდეთ ვეფხისტყაოსანზე ტარიელი რო გამოჩნდა და მთელი არაბეთის სამყარო რო შეაზანზარა შეარყია რეაქცია რა არის როსტევანი ჩვენი ადამიანურობის შესაძლებლობა ხოლო თინათინი ახალი სამყარო წმენდის ადამიანი ახალი ფესვი როსტევანი ამას იღებ პირდაპირ მეშვეობით და ის ბოროტია ის ბუაბიძია ამიქნა ნახე ჩვენი პირველი დონეა უყურე როგორ ეს არის გაჭაჭული ბავშვის ის ცნობიერება რომელიც პასუხისმგებლობას არაფერს არ იღებ და ჩაგრავენ ხო და ქოთქოთებს როსტევანი არეტევა საწყალი ეს რამე სიკვდილამდე დამარცხულა არის გაურება ნახე რამე ეშმაკისა სიბილწე და ანუ ობიექტურად არსებულის ნიშნულობა მიანიჭა ეტარია სულ ის ობიექტურად ბოროტია თავისთავად ბოროტია ანუ აქ წერია რომ თავისთავად არ არისო ბოროტი ვისაც მიაჩნია იმისთვის ანუ როსტევანის იყო თორემ იგივე ტარიელი 3 წლის ავთანდილი ძიების შემდეგ არის ძმა და მეგობარი ეხუტება ახლა კითხვა ტარიელი თავისთავად ბოროტია თუ კეთილია როსტევანისთვის ეშმაკია სატანაა და ყველაფერია ტარიელი ავთანდილისთვის ძმა არის და მეგობარია და კანკალებს ეხვევა და ეხუტება არც ერთი არც მეორე არა ხოდა მაგას გიგე შესაძლებლობა ყველაფერს შენ ქვინი შენ როგორი თვალითაც შეხედებ ისეთი იქნება სამყარო ეს ისეთი ეს არის კვანტური ფიზიკის პიკი დღეს ეს წმენით ისედაც ვიცოდი ჩვენ მაგრამ პრობლემა რაში იყო იცი როცა ერთის მოწმობა აი მე მაგათაც მახსოვს სადღაც 2000-იანი წლების დასაწყისი იყო და აი ესო გაჭყეპილი ვარ ამდენი წიგნები თან წიგნებს ყიდი კიდე თან ამდენი მოძღვრება მაგ გამოვლილი ღმერთზე ზეპირადის ცაზე და მიწაზე ვერ ხედავ რეალიზაციას ამ წმენის საკუთარ თავის იმად მიდის სისტემა აგრეგატივი და ვიგზენი რომ მეცნიერული სიმყარე ჭირდებოდა წმენისთვის ანუ რაღაცაზე აი ეს ნობელის პრემია გაცემული ნილს ბორის დამატებითობის პრინციპი ქვია ამას ბეჭედი ეკედა მას და იქ ქონდა წარწერა ეს დამატებითობის კონტრარიას უთქობრივად ანუ ურთიერთსაწინამდეგონი აღმასებლებია ერთმანეთს აი მე ჭიქაზე რომ თუ მინდა რომ რაღაცა ცოდნა მქონდეს რა არის ჭიქა მარტო ერთი დისციპლინიდან არ კმარ მინიმუმ 2 ან 3 და უნდა შეხედო და სრულად მიიღებ ჭიქაზე ცოდნა და არა თუ ჭიქაზე და ადამიანზე და მოვლენებზე და ღმერთზე შეიძლება რაღაცა ისეთებით მიიღო ანუ ეს კომპლექსური ხედვა რაც შევთქვით ახლა იქ წმენა იყო და არ კმაროდა ჩემთვის მარტო წმენი დანახვა ვიგზენდი რომ აი კალცივით მაგ და მეცნიერული და 3 წელი დავემოწაფე კვანტური ფიზიკის პროფესორი ვა რა სლობა 3-4 დღე უსმენდი ლექციებს გეფიცები და მთელი ახლა რომ ბიჭო ფიზიკოსი ხარ რომ მეკითხები არის თეორიულ ფიზიკაში და იმაში იმდენი პრინციპები ვისწავლე პრინციპები როგორ არის აი 3 წლის მანძილზე ფაქტურად სტუდენტი ვიყავ თან ის მატრიცული თეორია ქონდა თამას ბუთხუზი აი მართლა საოცარი პიროვნება და იმდენი რამე რომ თავით ფეხამდე და ჩავში და ახლა მიადვილდება უკვე რომ ანუ უკვე სრული ხედვა გვაქვს როცა მეცნიერებაც იგივეს ამბობს ფსიქოლოგიაც იგივეს ამბობს რასაც წლების წინ და 10,000-ობით 1000 წლის წინ რელიგიური ტექსტები და მეთოდები სახარება ამბობს. ანუ ჩვენ აქცენტი აქ გადადის იმაზე კი არ არის თავისთავად რა როგორია. არამედ შენი მოქმედებითო ნახე რას ამბობს. ამეად უჭმელობა კი არ არის პრობლემა ახლა წავიკითხოთ. ძალიან მაგარი რაღაცა ის სად გადავყავართ და რა არის მნიშვნელოვანი. ხოლო თუ შენთვის საჭმლის გამო წუხს შენი ძმაო, ანუ მაგალითად მარხვაში რაღაცა ჭამე რომელიც შენ იცი რომ ყველაფერი ჭამა გასული ხარ. მაგრამ სტოპ ნახე შენ თუ სიყვარული აღაშენებსო და ცოდნა განალაღებსო ანუ შენ რომ მიხვდი იმას რომ თურმე ყველაფერი ჭამა შეიძლება იცი ეს რატომ არისო ადრე გახსნილი შენ გონი არ იცოდნენ მამებმა იმიტომ რომ ბავშვს საერთოდ არ ეუბნებიან დროზე ადრე ისეთ რაღაცას რომელიც ტვირთვა მას არ შეუძლია არ შეიძლება და რატომ იმიტომ რომ უმწიფე არ ხარ ამაზე ვერ დაიტე ხო წავალ ინსტინქტებში თო და თორემ და მაგიტომ მოხდა საჯაროდ ეგრე სიტყვაზე დაკანონება ხო რომ ყო არ წასულიყო იმიტომ იმათ რა იცოდნენ ხო რომ ცოტა დაეჭირათ მასებზე კი აუცილებელია რაღაც დონემდე თორემ თავარის კი არ ყოფილა რომ რას ჭამდა რას არ ჭამ თავარია შენი ამ ჭამით აი ეგ წერია არ შეაწუხო ანუ არ დაამდავლო არ აკიდო ტვირთი აი შენს ძმას რომელიც დაგინახავს რომ შენ მარხვაში დავუშვათ იმიტომ რომ გააცნობიერე ხორცი არაფერი არა თავარია ის კი შენ ეს იცი მაგრამ
ეს კი არ არის ცოდვა არის შენ რომ შენ ადამიანი დააბკოლე ისეთი სიმძიმე დააკისრე რომ გადალახოს რომელიც მას არ აქვს უნარ და შენ უკვე მოყვასე წინაშე აგებ პასუხს შენი ამ თავისუფლება დაგღუპა ამ თავისუფლება თურმე დროზე ადრეც არ შეიძლება ადამიანს გაუცხადო რაღაცები თუ სიყვარული არ გყოფს მხოლოდ მაშინ გაგეცხადება საიდუმლოებები რომელიც არ ჩაკერულია დაწერილი იყო შენ ამ გაგებამდე არ ახარ მისული როცა შეგეძლება სიყვარულიც რატო აი პატარა ბავშვს ავტომატს დააჭერენ ან თოფს მისცემენ ან ასანც არ აძლევენ იქ წერია რომ როგორ ბერიგიტის ადიეტი თუ რაღაც უსულად ბავშვებს დაუმალეთო ახლა ასათმა ლაპარაკი რო იცოდეს რა დავაშავე კაისმეტი რა მიკეთებია ვიტყვის ანუ მავსანთის ბრალი კი არ არის დაუმალეთ ასანთი კი არ არის ცუდი როგორ ვიყენებთ მაგას ბავშვი არასწორად გამოიყენებს ამიტომ არ შეიძლება ჯერ სხვადასხვა სიტყვა ნახებიდი ყველაფერი გვაქვს გადასაბურებელი არ შეიძლება რომ ვამბობთ მიემართება რას აი მაგალითად დავუშვათ აი ბავშვს რას ეთქვენ არ შეიძლება ცეცხლთან შენი მისვლა არ შეიძლება ხეზე ასვლა არ შეიძლება ცხენში ძდომა 5 წლის ბავშვი აქ ესეთი იპერატიული ისინი რა აგზარბები არ რას მიემართება ბავშვის ეს არ შეიძლება იმას უყურებ ბავშვი და მეტი ჭკუა არა აქვს ის არის ცუდი ცეცხლი ცხენია ცუდი ხე არის ცუდი არ შეიძლება მამა მithre და შინამდვილეში სიტყვას დააკვირდე რას გეუბნება ვის მიემართება არ შეიძლება თვითონ აკრძალვის ობიექტს თუ თვითონ სუბიექტს ვისთვისაც არ შეიძლება ვისაც არ შეიძლება ო რატო არ შეიძლება შეიძლება არ გაქვს ის კი არის კარგი მაგრამ შენ არ გაქვს შეიძლება აბა აუ აი ეგეთი მარტივი ჭეშმარიტებების გააზრება ისას სწავლობ ვერ შეიძლება რა გიდა მიდი აბა მიდი ვერ შეიძლება კაი გაგიშვებ მაგრამ ვერ შეიძლება რომ ჩამოვარდები კიდე და ცოდო ხარ ამიტომ არ შეიძლება შეიძლება არ არის ჯერ და არა თავის თავად არაფერი არ არის უწმინდური თავის თავად არაფერი არ არის აკრძალული აი ზუსტად შენ რო თქვი თითქოს ერთი მხრიდან ჩანს რომ ეს რო გაუცხადოთ ვიღაცა სწორია დროზე ადრე თუ გაუცხადებ დამანგრეველია იმიტომ რომ ყველა აირევა მაგრამ აღარ უნდა აიშვებს ხო იმიტომ რომ ადამიანი თავისუფალი არსება აი მივადეკით იმას რომ ზრდით ღმერთი უნდა გახდე აუცილებლად უნდა გათავისუფლდე ყველა აკრძალვისგან როგორც სიმწიფით ხოლო სანამ სიმწიფე არ აქვს შენ უნდა დაეკვემდება რომ აკრძალვე მესამე შანსია მაშინ ანარქია ხელზე გაქვს ეს უარესია კიდე მაშინ მესამე გამოსავალი რა არის ორივე აუტანელია ჩემთვის ესეც რომ გამიშვა დროზე ადრე დავანგრევ ყველაფერს ბავშვ და რო ამიგძალო ღმერთი ვარ და აკრძალვის ქვეშ ყოფნა ჩემთვის არის ავამტყოფობა ციხე მეიძულებულია მაგრამ თუ გავაცნობიერე რატო ვარ აკრძალვის ქვეშ ჩემთვის უკვე ეს გახდება როგორც ავამტყოფისთვის დაუშვა სტაციონარი რომელმაც იცის რომ კი არ აწამებენ იქ და მტრები კი არ ყავს არამედ ეს აუცილებელი იმისთვის რომ მე გამოვჯამთებ და გამოვეწევი იქიდან ამიტომ მე ვიცი დროებით დავექვემდებარები ამას რათა თავისუფალი ვიყო მიზანი მაინც თავისუფლება ხოლო თავისუფლება რა არის ახლა ეს სიტყვა თავისუფალი ისე ყველაფერი ჩემთვის შესაძლებელია თითქოს მაგრამ თავისუფალი თავის ფლობელი ინდურად ამას ქვია გოსვამი გოსვამი არის ფლობს საკუთარ თავს აი ვინ ყოფილა თავისუფალი ისა შეუძლია კი და არას მკაცრად თქვა სადაც კი ამბობს კიეს რომ მოკლა მე თუ გინდა თავი მომჭრან ტანი გახდეს გასაბერად ვინც არ აგავს კახაბერს მე ვერ ვეთყვი კახაბერად აი აქ ვდგავარ და სხვანაირად არა აი მაშინ ხარ თავისუფალი და არა ის როცა ბოლომდე უშვებ ყველაფერს და როგორც გინდა ისე მიდიხარ აი ეს თავისუფლება არის შენაერთი უკიდურესი აკრძალვის და უკიდურესი თავშებულების ქორწილების შედეგად გაჩენილი მემკვიდრე რომელშიც ორივე ერთად არის და ძალიან აი მარხვას უკავშირდება ეგ რა არის მარხული ზოგს გონია რომ ეს არის საწყალი და ვაიმე თავს იკლავს და არ ჭამს და არ ჭამს არც იგივე მარხვა არის როდესაც შესწავლობს სკოლაში მარხვა ნიშნავს საკუთარ თავის მოზღუდვა ნახე ტარიელი ხატაეთი ეს მთელი სიმბოლიკები ახარ გადავყვებით ყველაფერი არის სიმბოლო მოაქ ნესტანისთვის რიდე რომელიც ისეთი სასწაულია რომ ყველას უკვირს რა თვისება აქვს ამ რიდეს ანუ არის შავი და ოქროს ფერებში გაწყობილი და ქონდა ესეთი თვისება სილბო ქონდა ნაკსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა ანუ აი ვინ არის თავისუფალი თავისუფალი სადაც ვისაც როცა საჭიროა კი სიტყვის როცა საჭირო არა სიტყვის ორივე შეუძლია ანუ სილბო და ნაკსოვისა ნიშნავს ურბილესია ყველაფერს და ფეხს დაგიბანს მაგრამ და სიმტკიცე დაჭერი იმის იქით ვერ გადაიყო აი ცხვარი ცხენი დაგითმობს ცხვარი დაგითმობს ცხენი იქამდე მივამემარა რას იქით ტალახში ვერაფრით ვერ ჩაიყვა მოკვდება უკვე და თავში გაკლავს რაღაც ყურის მერ ვერ გადაიყვა
აი ეს ურისტვისება, აი ჭარბი დაუშვათ იმის რა ქვია ყველაფერი რბილი სირბილე ლიბერალიზმი აი ყველაფერი ნებადართულია ეს ერთი ჭირია ანუ ტალახი წინ წყალი უკან მეწყერ თუ როგორ იქ ცეცხლი და აქეთ წყალი გაწყალებული ხოლო და სიმტკიცე ნაჭედისა ეს არის უკვე სიმტკიცე ანუ უკიდურესი აკრძალვა უკიდურესი სიმკაცრე ყველაფერში ცალცალკე ორივე დამღუპელია ამათი ჰიბრიდი ქმნის მესამედ აი ეს არის რიდე რა არის რიდე რა არის არამ შიშარა ვეფხისტყაოსნის გვირები არ ემხობიან მიწაზე და არ ბობღავენ ხმე არამბო ღმერთო არამბობე ღმერთო ფერზე დგას მაგრამ ასეც არის თქვა უტიფარი ათეისტივი და სულ არც ღმერთი არც არაფერი და ბოლშევიკები რო სასრო თოფს ესროდეს არ არის ღმერთი არის და ის ხო იცის მაგალითი რო იყო ხო გლეხები გამოიყვანეს და ხატები შეუბილწეს კომუნისტებმა ბოლშევიკებმა და ცას ესროდნენ თოფს და გლეხა ხედავო შენ ღმერთს ვესროლეო რა მიყო რა ხაც ვესროლე ეს უყურებდა გაუგიჟები ხარ შვილო რა მეტი რა მეტი რა გოდა ანუ ეს თუ შევაერთებთ ორივე რა გამოდის რიდე ანუ რიდე არის ჰიბრიდი ნაზავი უკიდურესი სიმკაცრის სისასტიკის და უკიდურესი სირბილის და მოშვებულობის აი რო ავიღოთ ახლა ალუმინი რომელიც გადაყურავ და დარჩა ისე არ ვარ დანათი ვერ გამოიყენებ რაღაცა იმად მეორე უკიდურესობა რა არის დაუშვათ ხისტი რო არის რაღაცა მინა ან რაღაცა ისეთი მკვეთრი რაღაცა ისეთი რომელიც ოდნავ გადაწევ და გადატყდება აი იმდენად კასრი უხეში ტყდება ხოლო მესამე რა არის ამათი ჰიბრიდი ფოლადი ატარებს ორივე თვისებას ერთი მხრივ შეგიძლია ხელზე მოიქციო ასე დაკუჭო გაუშვებ და იმ წუთას იბრუნებს თავის სიმკაცრე. ანუ ორივეს ბუნებას თავის თავში ატარებს. თურმე ვინ არის ადამიანი? საკუთარ თავში რომელიც აერთებს უკიდურეს სირბილეს, სადაც საჭიროა ყველაზე რბილია და სადაც საჭიროა ყველაზე მკაცრია. ოღონდ სადაც საჭირო ორივე ეს სიხშირე აქედან აქამდე ნახე უკიდურესი შავი და უკიდურესი თეთრი გრადაციებია ადამიანი. აქედან მას აქ უკიდეგანო შესაძლებლობა კიდევ მივიდეს ღმერთამდე და აქეთ ჯოჯოხეთამდე ჩავიდეს და თავის თავში ფლობდეს ორივე. აი შიგნით იყოს და არ წალეკოს. აი ეს არის უკვე რიდერატო ქვია ხოთაშორის. მორიდებული კაცი გაგიგია სიტყვა. კი. რას ის ადრე მეფის წინაშე რო დგებოდნენ ზოგადადაც ქალებს და მეფს ქოდათ აი ეს რიდე ხო რას ნიშნავს ეს არ არის მონობა არ არის მონა არა მონა ის არის ვის პირიქით საერთოდ ისა აქვს ეს არის უკვე მორიდებული აი ზუსტად ისა შუამდგომარეობა არც მონახარ და არც შიშფშე და არც უტიფარი ზედმეტა და აი ქართული საყვარელი ესე ცოტა რო იყო რომ არც ასე იყურება მე ვარ ყველაფერი და ამპარტავალი და არც დაბლა არის დავარდნილო მტვერი ვარ და ნაცარი ბიჭო მტვერიც ხარ და ნაცარი და ღმერთიც ხარ ცალცალკე არაფერი არ ხარ მაგრამ შეერთებით ამათი ქორწილით ვიღებთ რას რომ ეს ამაში შედის სიმტკიცე ამ სირბილეში ხოლო სირბილე შედის იმათ წვეთი ის წყალი აკლია გახურებულია ცერცხილი ბუგავს ერთმანეთს იმათ წყალობა აკლია და ორივეს ვიღებთ მორიდებული კაცი არის აი ვაშკაცი ვინ არის ვაშკაცი ისი არის არა ვაშკაცი გვურა ქვია ებრაულად ეს არის გევერ არის მამაკაც ქვია გვურა ნიშნავს მაგარი მყარი მტკიცე აი ეს არის ვაშკაცი ქართულად და არა ის ვინც ვაშკაცის არის ეგრევე არა მაშინ გეტყვით ვაშკაცობის ფორმულა რომელიც აქვს რუსთაველს დავთანდილში ვაშკაცი ანუ გულოვანი ვინ არის ვაშკაცი უყურე უგანგებოდ ვერას მისმეს შეცამებდნენ გინდა სპანი განგება ვერ დავჩები ლახვარია ჩემთვის მზანი ვერ დამიცვენ ვერციხენი ვერც მოყვასი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე სრულად შემებრუია გულოვანების რეცეპტი მოგვცა ანუ იქ ზღვასთან არის და ორი უკიდურესობა იყო ერთი ბაღდადელებს შეეშინდათ იმიტომ მეკობრები არიანო ეს ერთი უკიდურესობა ცხოვრებაში თუ შეგეშინდა და რეალიზირების საქონელი გიფუჭდება. ანუ ეს არ ვარგა კაცრი მოზღუდო ასეთი, მაშინ ცხოვრება წაგივა ვერ იცხოვრებ. ანუ კაცრი რელიგიური დოგმები, ისინი ამბობენ ბაღდადელი ჩვენ მაჭარი არ გვისვამსო, ანუ კაცრი რელიგია. მეორე ეგვიპტელები, რომელიც ზღვაში შევიდა, მეკობრება დახოცეს. ეს არის, როცა ვნებებს ეძლევა ზღვას, ყოველგვარი შეგნების წმენის შინაგანი კულტურის გარეშე, ჩემია დაგლეწავენ. ყველაფერი ნარკოტიკი დაგიჭერს, კაზინო დაგიჭერს, ქალი და
ჭერს ყველაფერი და ჩავარდებით ახლა დავთანდილობა რა არის ამ ორი ჰიბრიდი ორივე უკიდურესობაა და აერთებს თავის თავში და ქმნის გულადობის ედა ვინ არის გულადი ვის ერთი მხრივ დიახ მოგზალება აქვს მორიდება აქვს მაგრამ გადალახავს ამას აი გადამატარებელი აი მაშინ ხარ გაბედული და აი ეს მარხული ადამიანი მორიდებული ადამიანი ესე თავის თავში ატარებს ამ ორივეს ერთი მხრივ თავისუფალია მაგრამ მეორე მხრივ მარხვა რა არის თუ იცავს თავის თავს გესმის ეს იცავს ნიშნავს გადავარდინისგან ანუ ზუსტად ეგ არის 64-შიც მათ გარკვეული პირობითებისა 64 გარედან რომ მიეცა კანის ფერივი დაუშვათ რომ მე არაფერი არ მაქვს გასაკეთებელი აი კანი ესეთი არც მიშრო მაშინ მისი არ იქნებოდა აი შენ რო შეგერგო 64 შენი რო ყოფილიყო შენ რო ჩართული ყოფილიყავ ამის როგორც ადამი იყო ჩართული თავის ქმნადობაში რო შეეკითხა ადამიანს ქვნად კაციო და ადამიანის თანამონაწილეობით იქმნება ადამი არსებობაში ასე გამოდი ზუსტად ასევე არის აქაც ანუ შენ ჩართული ხარ ამაში რომ 64 შეინარჩუნა ან არ შეინარჩუნა ახლა რა არის 64 შენი ბუნება ორი სტიქისგან შედგება უკიდურესი ერთი ფიზიკა რომელიც სტიქია ლავა მიუშვი აბა სხეული მიუშვი ქალი, სექსი, ნარკოტიკი, არაფერი თუ არ გინდა, აი გამორთო ყველაფერი. ხო, მთლიანად პება იხსნება, რომ არსად არ მიდის და დასრულდება ამ თვითკბობით. ხო, ესე, ანუ კაცად აი მამარდაშვილს დაუბრუნდით ისე, ანუ ადამიანი არის მუდმივი დროში ძალისხმევა. ანუ მე ამ დროში იმდენად ვარ ადამიანი, რამდენად ძალისხმევა გარეშე цаრიელი ვარ. არაფერი არ არის დროშებში არ მიდის ქმნადობის პროცესი არ არის ამოყირავებული ვარ ამიტომ მე დროში ვაგდებ ჩემ თავს რათა რეალიზირდე რათა დრომ ჩემზე იმოქმედოს აი როგორც ხეს რომ მოჭრიან მაგალითად ხო ხე პირდაპირ ხო არ ვარ სასახლეში რაღაცა მოსაპირკეთებლად კედლის პირდაპირ ხემ რო თქვას რომ არ შეგეხოთ და წამიყვა არა რას აკეთებენ ამ ხეს მოჭრილი ხეს მე სადაგდებენ იმაში ხერხში რომ ჯერ გაისხლება ტოტები მე ეს რაცა კანი მე ეს გაიხერხება რაღაცა იმას გადასდამუშავება პროცესებია აი ამას უნდა მისცე თავიშე ანუ უნდა დაემორჩილო და მიეღო ეს მორჩილება თავისუფლებისკენ მიყავხარ როგორც სკოლაში სწავლას მიყავხარ რომ მე ისეთ გაგებაში მოდიხარ რომ ეს ჩვენი ცოდნა გათავისუფლებს როგორც გურამიშვილი არაბობს რომ თუ კაცი ცოდნა არა გასტაჯავს წუთისობე ანუ წუთისოფელი გაგტაჯე ვიდრე ხედვა რა ამიტომ შობელს ურჩევნია და მოსწავლისას და სტუდენტსაც რომ მოდი მიაკლას თავი დროებით იმიტომ კი არა ეს კარგია თვითონ სწავლა არა ამას რაც მოყვება ის არის კარგი ხო ნაყოფი ამიტომ როცა არჩევანი მაქვს მე რომელი ავირჩიო რომ ჯობია რომ ის სწავლის ძირი წარი არის ანუ ცოტა მოვითმინო და მე მოვიწიო ჭერნახული მოსავალად ჩემი ძალისხმევის შედეგი დავტკბე. აი ვინ ყოფილა ადამიანი, აი რას ნიშნავს მარხვა. ხოლო მეორე განმარტება მარხვის აი მონაზვნებს რო აქვს ჩვენს მამებს არის რომ ადამიანი არის ესე მამარდაშვილს იყო დროში, დროში ძალისხმევა და იძულება მონაზნობას ამბობს. არის იძულება საკუთარი თავისა. ეს იძულება კარგი გაგებით ყველაფერში იძულება ჭირდება ეს მიშვებულად რო გაუშვა და იძულება შეიძლება თავისთავად იძულება ცოტა ისეთი დისკომფორტი იყოს მაგრამ შედეგი რას მოაქვს მაგას აი ჭირნახული დაუშვა გლეხი შრომობს ობს არაფერი არ აქვს მაგრამ ეს იძულება რო არ გააკეთოს ძალისხმევა ის ჭირნახულს ვერ მოიწო ამიტომ გლეხს ეს კი არ უყვარს ეს თვითონ იძულება რაც ამას მოყვება ის უყვარს ოხ გავიგე ისა საოცარი ისა იაპონური ტანკა რა ეს იაპონური ტანკა რა არის რა პატარა იმაში მინიმაში რას ტევს რა არის ჩატენილი ეს ასაულია ოღონდ რას ამბობს მე ჩიტების გალუბას ჭიკჭიკსო დილას აი ბულბულის ჩიტები და წარმოიდგინე მთელი ორკესტრი ჩიტები იმიტომ კი არ უსმენო რომ ეს გალუბა მიყვარს არამედ გალუბა რო შეწყდებაო და მე სიჩუმე ჩამოვარდებაო აი ის იქ შევდივარ ის მიყვარსო რა ამან რაც დატოვა ანუ გალობის მერე რასგი ანუ გალობამ გადარეცხა რაღაცეები და ჩავარდი იმაში რომელსაც გალობის მოსმენის გარეშე ვერ ჩავარდებოდა აი დაახლოებით ესეა მარხვა ჩვენში რო დარჩეს ანუ თვითონ იძულება და მარხვა კი არ არის ის რომელიც მე ახლა თუ ვიმარხულებ ღმერთი მაცხოვნებს ზოგს ასე გონია რომ აი ნახე რა ვქენი 40 დღე მეტი რა ვქნა არ და ეს არის გზა გავხდობისკენ და თათქარიძე რომ აგასტა მე ერთი შვილი კაცო ამ ხელაკე ლაპტარი შემოგწირო ანუ ამდენი რაღაცები ასკესები გავაკეთე და
დავუშვათ ჩვენ ენაზე. თუნდაც ვინც არ უნდა იყოს და შედეგი რატო არ მაქვს? ნუ ახლა ეს მერკანტილური დამოკიდებულება და ისეთი. ასე რომ ესე რომ თვითონ ადამიანად ყოფნა უკვე მარხვაში. ახლა მოდი თუ გინდა დავიწყოთ შენ რო თქვი რომ მარტო გასტრონომიას რო უკავშირდება. გასტრონომიით მოდი გასტრონომიაზე ვილაპარაკოთ, რატო არის ცუდი, რატო არის აუცილებელი რომ რაღაცა შეზღუდები გქონდეს. ჯერეთი ელემენტარულად ენერგეტიკის დონეზე. ახლა რითაც შენ იფსები, იმის გამკეთები, ახლა ღვინო თუ დალიე, ხორცი ჭამე, ყველაფერი ელემენტარულად ლოცვის თავი ნამდვილად არ გექნება და კი არა სხვა რაღაცები მოგიდება. ახლა უფრო ვნებების ამზრელი და ასე შემდეგ. ანუ მე თუ აი მაგალითად მე რო უნივერსიტეტში ვაბარებდი, ძალიან კაი მაგალითია კლასიკური. მე პირველ წელს მოვეწყე უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. არავინ არ იყო ჩემი პატრონი. მამაჩემს საწყალს ცხონებულს 30 მანეთი არ ქონდა, რომ ისტორიულზე ვაბარებდი და არ ქონდა. და შესაძლოა მე იძულებელი ვიყავი ჩემი თავისთვის მე მომევლო. აი რაღაცა მომცა ღმერთო, ღამეები არ ვიძინებდი, ყავას ვამდი. ტელევიზორს არ უყურებდი, ვიღაცები რო თამაშობდი, მე არ თამაშობდი, რატო ვაკეთებდი? ვინ მაიძულებდა? მიზანი რა იყო ამისი? იმიტომ იმისთვის რომ მიმეღწია მე რაღაცა შეზღუდები უნდა გამეკეთებინა. შესაძლოა ამ შეზღუდების სამაგიეროდ იმას მივაღწია, ახლა რო არ შემეზღუდა, მეჭამა, მესვა, მევლო და მე რა ჩავფლავდებოდი. ანუ ამ ძალისხმების მიზანი არის ის, რომ წინ წაიწიოს. შესაბამისად მე თუ მიზნად მაქვს ჩარიცხვა უხეშად რო ვთქვათ, საკუთარ თავზე ამაღლება, მოდი ესე ვთქვათ, ხო? მიახლოება ჭეშმარიტთან, უნივერსალურთან, საკუთარ თავ რაც გინდა დავარქვათ. ბიჭო, შესაბამისად ეკიპიროვკა უხეშად რო ვთქვათ, შესაბამის აღჭურვილება ხო გჭირდება იმის ამისის მისაღწევ, ახლა მაგალითად შტანგისტი რო გამოდის, ან დავუშვათ ვიღაცა სპორტსმენი, ჩემპიონატი აქვს და ფინალი, ის დღე-დაღამი დარბის, ან იმებს ეწევა როგორ, ახლა თუ ღვინოსვა, იმად და მე გავიდეს იქ მეორე დღე ჩაფლავდება. ეს ხო ჩვეულებრივი, ამიტომ აქ კითხვაც კი არის მის რომ გასტრონომია, ანუ ფიზიკური დისციპლინა იმისთვის რომ ჩემი თავი მომზღუდო და მე მუცელმა არ შემჭამოს, მუცელ ღმერთი ქართულად ძალიან კაი სიტყვა მუცელ ღმერთი. ის არის ღორმუცელას სადა მუცელია, ღორმუცელას უფრო მუცელ ღმერთი ნიშნავს ჩემი თაყვანისმის ობიექტი, ჩემი პატივოსანი, ღიპი პატივოსანი, ესე ვთქვა. დაბრძანებული ესე იგი მე ვხუმრობ ხოლმე ღიპი ყავს ადამიანს, კი არის ისე პატივში ყავს ზოგს ღიპი, რომ ყავს ღიპი. კი არა აქვს. ბატონი ღიპი. ბატონი ღიპი. ხო და ესე ღიპი პატივოსანი. ხო და ამიტომ ხო საჭირო ეგ სტრუქტურისთვის და შენ რო იყო ბატონი შენი თავის. შენ ამას ორი აზრიც არა. ახლა მეორე კითხვა. შეიძლება ვიღაცამ თქვას კაცო რატო არ გავაჩვიდე ღმერთი რას გვაწვალებ ჩვეულებრივ მაშინ იქნებოდა ეგერ არის ძროხა ეგერ არის კაცო ფუტარი თავისუფლება მე გალაქტიკები ყველაფერი გინდო და არა უიტყვი მაშინ სად გადაეწყვეტა ღმერთი საოცარი გადაწყვეტა არასუყოფილება არის ყველაფრის პასუხი იმიტომ ადამიანი ვერ ურიგდება ვერ სიდაბლეს და ღმერთზე ნაკლებობას გიждდება უნდა ღმერთობა მიაღწევ და მე რო ზევითად უკან პარტნიორობაში ამას მე რო უკან ჩამოდი მე ზევითადის რა ქნას არიცი ხო და არასუყოფილებაში შენ უკვე ორივეს იღებ. ანუ ერთი მხრივ პატარა ხარ, მცირე ხარ, მაგრამ ამ სიმცირეში დიდი შესაძლებლობას ხედავ უკვე წინას, უკვე მშვიდდები, უკვე არ ვიქაჩები რომ დღეს ღმერთი ვიყო. და არც მეშინია რომ უარგისი ვარ რას გავარ, კაცო ისა ვარ რაღაცა სისხლისა და ჟღვინტის ნაზავი უკაცრავად და სხეული და გავქრები და დავლპები. ეს არის მაგრამ ის მეორესაც რო ხედავ ახლა თუ ვიტყვი რომ ის მეორე ვარ და ავფრინდები, მაშინ სტოპ ჩამოდი, აგე ნახე რას გავხარო კიდე. ბიჭო, მაშინ სად წავიდე, ხან ზევით ავიდე, ხან ქვევით. რა გავაკეთო? და აქ გენათდება გონება, რომ არ არის საჭირო ძალისხმევა, ორივე ხარ, გაიზარდე. ანუ ამ სიმცირეში სიდიდეს ხედავ. ამიტომ არის რომ წმენაზე ბევრს ლაპარაკობენ, ზოგს გონია რომ წმენა არის აღიარო რომ სამება არის ქრისტე აღდგა, ეს აბსურდია, არაფერი კავშირი არ აქვს წმენას სხვა ვერ გამომითქვას მაგართა. წმენას მე ვეძახი უბრალოდ გახსენებას, აი კაბ და აი შუქი რო აინთება და უკვე ორი კითხვა არა გაზრი არა არის მორჩა არც ამტკიცებ. აი ესეთი ის არის აი ეს ჩართულობა წმენა. ასე რომ აი ეს რასაც ვამბობდით ახლა შემოგვიერთდი ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში მაიას მიწაზე. სტიქიების ალქიმიური რითრითი ტულუმის გულში. რითრითი ტარდება ეკოლუქს ვილაში. მაიას ჯუნგლებით გარემოცულ სივრცეში, სადაც კარიბის ზღვა ხვდება სიანი კაანის წმინდა მიწას.
ჰოლისტიკური ადგილი, სადაც სტიქიები ერთიანდებიან იმისთვის, რომ აღიდგინო გონების, სხეულისა და სულის ბალანსი. ერთად ჩავიძირებით 5 დღიან 5 რიტმის ვორქშოპში, სადაც ყოველი რიტმი ხდება მასწავლებელი. ყოველი სტიქია კი შენი ნამდვილი არსის აღმოჩენის და გახსენების გზამკვლევი. ჩვენი დილა დაიწყება მზის მისალმებით. გავაკეთებთ ინიოგას გაწელვებს. დღეს კი გავაგრძელებთ ვორქშოპებით, სადაც ერთმანეთს ერწყმის ასტროლოგია და ღრმა სომატური პრაქტიკები. ვეზიარებით ტრადიციული ტემასკალის ცერემონიას. დავაგემოვნებთ ჩვენი შეფის მიერ იუკატანის სტილით მომზადებულ ვეგეტარიანულ კერძებს და უბრალოდ ვიზეიმებთ სიცოცხლეს ტულუმის წმინდა გარემოში. სივრცეში, სადაც შევიკრიბებით თანაშემოქმედების, თავისუფლების და ერთგულების პატივსაცემად. ეს უბრალო რითრითი არ არის. ეს არის დაბრუნება ჩვენ სტიქიურ ბუნებასთან, ჩვენს კოსმიურ სიბრძნესთან. თუ გრძნობ მოწოდებას, გამოყვევი. ესე იგი თქვით რომ თუ საჭმლის გამო წუხ შეიძლება უკვე აღარ დადიხარ სიყვარული გზით, ჭამას მასე არ არის საქმე, არამედ ჩემი ჭამით და მუჭმელობით თუ დავაბკოლი ძმა სიყვარულით არ ვიქცევი. თავარი არის სიყვარული. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. ამიტომ ღვთისასუფეველი სასმელ საჭმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ყველაფერი ნათქვამი. უყურე მიზანი რა ჭამო და რა ჭამო ის კი არ ყოფილა რომ თუ ამას შევჭამ უკეთესად ვიქნებიან თუ არ შევჭამ. არა, ამას რა მოყვება, რა მიზნით ჭამ და რა მიზნით არ ჭამ. ოღონდ ეს არის მაღალი კლასი. ახლა ეს ის არის რომელიც აქამდე არისმოდა და აქამდე გვესმოდა ასე რომ აი რაღაცას რომ აიგრძალავ, ესე იგი შენ მარხველი ხარ. სინამდვილეში ეს დისციპლინები საჭიროა. კი, ეგეც კლასები არის რაც უნდა გაიარო. გეოგრაფი ცხოველები მარხულობენ, ყველაფერს არ ჭამენ და როგორ შეიძლება ადამიანი რომელიც ყველაფერს იყრი, ყველაფერს ჭამდა, როგორ შეხვალ, გინდა არ გინდა, აუცილებელია, მაგრამ რას გეუბნება იცი? ეს გარედან კი არ არის დაწესებული ყველასთვის, რო იტყვე გადასახადის ამკრები რო წელ, აი გადასახადი შენ შეშე და იძულებული ხარ იხადო ეს აღარ გინდა. შენ უწერ შინაგანი. აი მაგალითად მარხვაში ბიჭო ზოგ საერთოდ არ უყვარს ხორცი. შეიძლება ზოგ საერთოდ არ ჭამს ხორცი და მარხვაში მაშინ რა წმინდანია ხუთიანი დაუწეროთ? ეს ნამუსი არ არის? ეს არ ჭამს ხორცი, იმიტომ რომ არ უნდა და აბა ერთი მე მკითხებ გიждდები ხორცზე და რა დღეში ვარ რომ ხორცი ორივეს ხუთიანებს გვიწევთ მასწავლებელო? ეს როგორ სადაა სამართალი? ამიტომ მოდი მაშინ შევუფროთ იმას ვიც ხორცა. მოდი აბა შენ ხო მაგრად გიყვართ ლობიანი. აი არ ჭამო მარხვაში ლობიანი. და ეს ითო ვირეშმაკობს ახლა გაუმართლა მარხვაში სხვებისგან გასხვევებით სხვებისგან მოვიდა მარხვას ელოდება პირიქით რომ ორი კურდღელს იჭერს ერთი რაც უყვარს იმას ჭამს მეორე სათნებაში ეთულებ მე ხო ხორცი არ მიჭამე ლობიანი ვჭამე აბა არ ჭამ მაშინ ანუ მარხვის მიზანი ის კი არის ხორცში კი არ არის პრობლემა რა ვერ გავიგე მარხვის დღეებში ხორცი ცუდია და არა სამარხო დღეებში კარგი ხდება ეს იცვლება ხორცის ფაქტურა თუ ეს ჩემი დისციპლინისთვის არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ხორცია ჩემთვის ლობიოც, თუ კი ლობიო მიყვარ, ანუ პრობლემა ხორცში კი არ არის, ხორცი არა. ეს იმ საუკუნეში, როდესაც ეს დაწესდა, ადამიანი ხო ბიოლოგიურად უფრო ახლოს იყო მიწასთან. აი ეს ვნება, ეს ის არის ენერგიების სიმაზე. ეს ჭირდებოდა ხორციდან იღებენ ყველაფერი და ზედმეტად ღორმოცელებაში გადადიოდნენ, სხვათა შორის და ეძილებოდა ღმერთი ხდებოდა მუცელი ამის გამო ტოვე ბევრ რამეს შეიძლება შვილისთვის საჭმელი არ მიეცო წაერთმია. და ამიტომ რახან შენ ქრისტიანი გახდი, აი წარმართი იყავი და მაგრად გიყვარდა ხორცი. რომ მოხვედი, კი მიიღე შენ აქ და გულში სიხარული, მაგრამ ახალ ჭირდება მოიშორის რაც მოიტანე. აქ და უნდა გადაგაჩვიოთ. ამიტომ მოდი გიყვარდა მაგრად ხორცი ჩიჩია, აი 40 დღე არ შეიძლება. და დისციპლინას აკეთებ, რომ იმიტომ კი არა 40 დღე არ ჭამო და მერე ჭამ. ეს მეორე კოდესობა კი ნელ-ნელა როგორც კი შენ ისწავლი თავის ფლობად, უკვე შეგიძლია იმდენი ხორცი კი არ ჭამ ადრე არა ცოტას შევჭამ და მორჩა უკვე მივაღწია. გესმის აქ უკვე არ ჭირდება დისციპლინა. დისციპლინა ჭირდება ვიდრე ავალი მიღმა, როდესაც აგე პავლე რო წერს, აგე ის კი არ არის ჭამდას რასვა, მაგრამ ცათასასופველი არისო სიმართლე მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს ამით სასურველი ღვთისთვის და მოსაწონი კაცსაც ახლა დავამთავრე მას ვესწრაფოთ იმას რაც მშვიდობას და ერთურთის აღშენებას ემსახურება საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს ყველაფერი წმიდაა მაგრამ ბოროტია კაცისთვის ვინც საცდუნებლად ჭამ ანუ პრობლემა ყოფილი ის კი არის რას ჭამ
არამედ რა მიზნია, რა მოყვება რა შეჭამა. მოყვება ზუსტად, ხო. საცდუნებელია თუ არა. შენთვისაც და თუ სხვისთვისაც ჯობია, რა რომ მოყვება. არ შეჭამო ხორცი და არაფერი არ გააკეთო, თუ კი ჩემი ძმა დამკოლდება, როგორც ძმას შევალიო, ჩემი მუცელი, ანუ რატო ყოფილა სიყვარულის კანონისთვის არის ეგა. რომ შენ ამაღდე ისე, რომ შენი ხორცის ჭამას არ შეწირო, მოყვასი, რომელსაც საერთოდ არ უყვე, იმიტომ იმდენად ხარ დახარბებული. ესე იგი მე რაღაცა მჭამს, ანუ უნდა ამაღდე ამაზე სიყვარულის კანონით. აი მიზანი რა არის. და არა ისო მე თუ რაღაც არ შევჭამ მარხვაში ხუთიანი დამიწერეს იქ და მე იქ გამისცემდი აი ხოჭა მიქანიკა მაიცო ნახოთ დაფთარში აი მაგრამ ნიკამ ამა და ამ წელს ამა და მარხვა პატიოსნად ისა დაიცვა 10-ზე აი ისა ისე და უყურა ხა ახალახე პიკი გააქვს რწმენა რისი წმენა რო ყველაფერი წმიდა და უწმიდურია ვინც ჭამს საცდუნებად ანუ პრობლემა ყოფილა არა რაღაცი ჭამაში უწმიდური ჭამაში არამედ საცდუნებელი არის თუ არ არის ახლა სად გადააქვს ვერ ხედავ სიყვარულში გადააქვს ყველაფერი ეს საშუალება ამიტომ გააქვსო რწმენაო რისი წმენა რო ყველაფერი ჭამას შესაძლებელია თუ კი არ დააბკოლებს სხვას ამიტომ ეს რწმენა გააქვსო შენთვის შეინახო აფიშირებას ნუ გააკეთებ ნახე შენი ღმერთი წინაშე კონდეს ნეტავი იმას ვინც თავს არისჯის იმის გამო რასაც აირჩევს გაბედა აი ეს უკვე გამოწვევა უკვე გადიხარ სისტემის მიღმა და პასუხისმგებლობას იღებს სამყაროს წინაშე თავს არისჯის რასაც აირჩევს არისჯის იმის გამო რაც აირჩია ნეტა იმას უკვე მაგარ დიდი ბიჭი ხარო უკვე გაბედეო მაგრამ აი ამიტომ ვთქვით რომ ყველასთვის არ შეიძლება ეს ცოდნები მეთქი და ჩვენ ხო ბავშვებს ველაპარაკები პირველ კლასეს ხო არ ვეუბნები დაუშვათ ტრიგონომეტრიაზე ან რაღაცას ხო ნელ-ნელა ამზადებ პროგრამაზე აქაც გეუბნება არ დააბკოლო შენი ცოდნითო ცოდნა განალაღებს სიყვარული აღაშენა ანუ ცოდნა ამ პარტავნების გადაგა აი მაგათაც სხვაგან აქ ახლა არ მოვძებდი მერვე თავი პირველი კორითელების პავლის საოცარი სიტყვები მეო ვიციო ნაკერპალთა შესახებო ჩვენ ვიცითო რომ კერპი არაფერი არ არისო იმიტომ ერთი ღმერთი არსებობსო ანუ სანამ ქრისტეს გავიგებდი ჩვენ კერპები ბევრია რომის იმპერიაში კერპი არის ის რომ რასაც ღმერთი თვისებას აი მუცელიც კერპია თუ მუცელს ემსახურებ რასაც ემსახურებ ის არის შენი კერპი კერპი იმიტომ არის რომ გაკერპებული კაცი აი გამოკვეთილი რაღაცა იდეაც კერპია რელიგიაც კერპია თუ იქით ემსახურები იმას რომ აი ჩემი мама პაპური ის შენ აქეთ უნდა გემსახურე ქრისტე ფეხსბანს აქეთ ქრისტე არ გეუბნება რომ მე აქეთ მემსახურებ მე თვითონ გემსახურებითო იქეთო შესაბამისად პავლე ამბობს რომ ნახეო რომ კერპი არაფერი არ არისო ეს წარმოსახვა ყველა შიშებით შექმნილიაო შესაბამისად ნაკერპებმა რა უნდა მიყოსო თუ კერპი არ არსებობს კერპისთვის შეწირული ფსხერმა მე რა უნდა მიყოს მაგრამ იცი ეს რა საშიშია მთელი სისტემებია კერპების ქვეშ მოქცეული აი ეს ბატონობს სახელმწიფოებზე და ხალხი იბადება კერპის ქვეშ და ვერც გადადიან იქიდან კვდებია გონიათ რომ ნაკერპალის რა ქვია ჭამა არის საშინელება აი ეს არის კერპთაყოიცებლობა და ჩვენ ცოცხალ ღმერთს თაყვანს ნაკერპელი არ უნდა ვჭამოთ ცინამდვილ შენ ტვინის ოინებია პავლე ამბობს დამთავრდა თამაში ეს სულ ეს არაფერი არ არისო ერთია ღმერთი მაგრამ ნახე პავლე რას ამბობს ახლა პრობლემა რაშია რომ ამ შენმა ცოდნამ არ დაღუპოს სხვები ნუ მარიაჟო უხეშად რო ვთქვა რა რომ ეს არის განალაღებს ცოდნა აუ მაგარი ვარ და არავის არ უყურებ რას აკეთებ შენი ცოდნი დაანგრია ყველაფერი მარიაჟო და სხვას არ მოახმევ ალბათ დამანგრევლად გამოიყენე ეს კი არ აღაშენე რატომო ნახე ან განსაჯეიმით ან რაღაც ხო შენ რომ მივხვდი რომ კერპი არაფერი არ არის შესაბამისად ნაკერპელიც არაფერი არ არის და როზიხარ საკერპეში იმიტომ კი არა კერპთაყვანზე პირიქით მე მივედი იქამდე ჩემი გასწრებების ხარისხით რომ არაფერი არ არის თავისუფალი მაგრამ იგზის ვიღაცა უმწიფარე ახალ ქრისტიანი რომელსაც კერპი საშინელებაა და კერპთაყვანიცება საჯერ არ არის თავისუფალი და რო დაგინახავსო შენ წოდნეს ამდენი რო იცი შენ რომ მისთვის მისაბაძი ხარ რომ საკერპეში ზიხარ ჭამო განა მისი სინდისი დაუძლურებული არ განეწყობა რომ ნაკერპალი ჭამოს როგორც კერპი ის იმას კი არ იტყვის ვაიმე რა კაია კერპი არ ყოფილა და არა პირიქით იტყვის პავლე ჭამს ესე იგი კერპი ყოფილა და დაინგრევა და ქრისტესგან დაღუპავ ადამიანს ქრისტეს მოაშორებო და შენი ცოდნითო დაღუპავო ადამიანს ანუ სიყვარულის კანონი დაარღვიე ამიტომ ნუ გადააყოლეთ თქვენ ჭამას და სმასო ადამიანიო და ანებეთ თავი უკუნისამდე არ შევჭამ ხორცო არ დავლებ ღვინოსო თუ კი ეს
ჩემ ძმას დააბრკოლებს ნახე სად გადადის ყველაფერი აი რა არის თავისუფლების პიკი სად აბსოლუტურად თავისუფალი ხარ არჩევაში ყველა განწირული ხარ უბრალოდ ის კი არის იმდენად თავისუფალი ხარ რა უხო არის ამ თავისუფლებას იმაში რო არის ჯემალჩკოასე სადადოს არის ეს ჭადარსო მოთხრისო ეს ბაგარი ბიჭები ყავსო ძლიერი გლეხმა მითხრა გურულმა ჯუმარა რა გიდაო კი მოთხარა ჭადა მე სადადოს არის ანუ კი ვარ თავისუფლები მოვთხრით ყველა მაგრამ ამ ჭარბი თავისუფლებას ვერევით როგორ გამოვიყენოთ არ ვიცი და დამანგრებლად ვიყენებ ხშირად ამიტომ არის რომ ჩვენში დარჩეს და ბექსტვა სვაბოდი ერიხრობს რა ადამიანები ყიდიან თავისუფლებას ეშინიათ ხო აი მე რევსაჭირს ეგა ყველას მრევლი აძლევს თავის თავს პირდაპირ გადასცემს მოძღვა მიპატრონი შე ხო, რო ივიდები თქვი, თავისუფალია იმიტომ ეშინია და უკვე დამცავია აი მაგალითად მამაო აბა მე მეუღლესთან ერთად წავიდე ბათუმში ისა ზღვაზე და ნუ ის მამაოც იმ დონეზე რახან კითხვას სვამს იმ დონეზე პასუხობ დაფიქრდება კარგად დაგიჭირა უკვე მორჩა ხო საკუთარ ნებას წახვიდე თუ არ და დაგიჭირა ნებაში შემოყავს სხვა ადამიანია რომ შენ დონესთვის გეპასუხოს ახლა რა ქნა შენ იმან კი იცის, მაგრამ ხა შენზე არის ორიენტირებული რა დაგაბრკოლებ და რა გაგათავისუფლებ, იმის მიხედვით გამოგიწევს, მაგრამ ასე დეტალებში რატო ყიდის შენ საკუთარ თავს? ნუ თუ ამდენი პასუხისმგებლობაც არ აგა და როგორდენდე გინდა გარკვეულ დრომდე შეიძლება იყო ასე ბაღის ბავშვი თუ ხარ მაგრამ შეიძლება სულ ერთ დონეზე დარჩე და ამიტომ არის დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ყველაფერზე იმიტომ რომ უკვე არ შეიძლება და ისევ ენის მოშრეკით ლაპარაკი და რაღა არიქა დაბკოლებიან თუ არ დაბკოლებიან დასაბკოლებელია ალბათ ასე რომ აი დაახლოებით ახლა რაც შეეხება ნიკა მერე ვილაპარაკო თუ კიდე ეს გასტრონომია კი არ არის აი უკვე მეორე გაკვეთილზე მეორე პოდკასტში მეორე სართული ეს მეორე კლასის იყო გასტრონომია და იქ ყურით მარხვა თვალით მარხვა პირით მარხვა ხანო სენსორიკა რაც არის მაგის უკვე მარხვა თუ დაცვა აბა დაიცავე პირი მე ხუმრობ ხოლმე დილიდან სახამომდე მეთქი არასამარხო სიტყვები რამდენი ამოგდით სახლი გექნება მეთქი გასაყიდი საღამოს უკვე ერთო ლარი რო დაწეროს ერთ არასო სიტყვაში და ამას არავინ არ ფიქრობ და იქ ჭამას რაც ჩადის პირში ქრისტიანას გეუბნება ის კი არ ბილწავს ადამიანს ამოდის პირიდან ის ბილწავს თუმცა კიდევ ამბობ არავინ ისე არ გაიგოს ახლა მართლმადიდებლობა რომ პროპაგანდას ვაკეთებ რომ არ დაიცოთ პირიქით ვაცნობიერებინებ რომ ეს საშუალებაა და არა ბიზანი რომ შენ თვითონ უნდა დაუწესო შენ თავს მარხვა თუ შენ გიჭერს მართლა უხორცოდ ვერძილებ დიახ უნდა უარი თქვა ხორცს აბა შენ თუ ხორცს ვერ მოერია პატარას ადამიანს მოერები რომ არ შეჭამო ესე ხორცის ჭამას ვერელები და ადამიანის ჭამას შეელები რა თქმა უნდა ვერ შეჭამ ადამიანს ამიტომ ათონზე არის გამოთქმა ასე თევზი ჭამე და მეთევზე არ შეჭამო აუ რა მაგარი გამოთქმა აი რა აი ბავშვებს მივეუბნი ჩემთან მოყავთ 3 წლის ბავშვი 10 წელია 12 წელია ჩემს გადაგებას ისმენ მაინც აი ადამიანი დგაზო რაღაცა გააკეთო 3 წლის ბავშვი მოყავთ და мама გურამ აი წყალი დალია 40 გრადუს სიცხეში 3 წლის ბავშვს ქრისტე ბიძია როგორ შევაყვარო რომ უყვარდეს როგორც ღმერთი რომელიც უკრძალავს წყლის დალებას და არაზიარებს აი მოდი აი ლოგიკაში ჩადი ბიჭო ბავშვს არ უთხრათ მეტი გემაც არ შეაშინო და წყალი დალია და ის სეფისკვერი ჭამაო და ბავშვი ვეუბნები ახლა ეს ბავშვი ჩემიანია იმას გავწევ იქ შემოხედი ბიძი აქეთ მეთქი ის რა სეფისკვერი ჭამე დედიკო ჭამე მეთქი ალა დედიკო მიწამე ყოჩა მეთქი ბაში გაზე კაი დედიკო არ ჭამო და სეფისკვერი ჭამე ის ქალი რომ მოვიდა ერთხელ და мама გურა მოდის აკანკალებული და პირველის 5 წუთზე თუ რაღაცა წყალი გადამწდაო და უცბად მივხვდი ანუ მეორე დღეს უნდა ეზიაროს და თუ წყალი დალია 12 დღის მერე ნუ ასეა დაკანონებული და ეს კანონის ვაი კანონია ეს თვითონ მოვიგონებთ რაღაცებს მე თვითონვე ვიჯერებთ და თვითონ გონია რომ ესა და აბა ვინ თქვა პირველად აბსურდია საერთოდ არ აქვს დოგმათან ლაპარაკი ეს იყო წესი ეკლესიაში რომ ჯერ ვეზიარო და პავლე თქვა და მე ვჭამოთ და ვსვათ და აირიაო რა სანამ ვეზიარებით ანუ პურს ნაზიარებ პურს და ნაკურთ პურს შევჭამთ ზოგი ნასვამი მოდიხარ ნაჭამი მოდი რა საკრალურობა დაცული დავაწესოთ რომ ჯერო აი ეს ნაკურთხი და მე დაზრჩენი მე ვჭამოთ და ვსვათ ეგ იყო და დოგმატში აყვანილი 3 წლის ბავშვს წყალს თუ დალია არაზიარებდნენ გაუცნობიერებელი ხო აი გაუცნობიერებელი ქმედებები ხო და აი ეს კალი ახლა რომელიც ამბობს რომ გადამწდა და დავიჭირეო ანუ ბოლომდე არ გადამწდავ თავს იმართებს და მიყურებს ასე
იმის თვალებით ვაზიარებდა და მე რო გავჩერდი, ხო რისგან გავჩერდი, ახლა იმას გონი, იმიტომ გავჩერდი, ახლა ვაზიარო თუ არა და მე ვფიქრობ გაუგნებული. რა უთხრა ხამას და ემას უფრო ეშინი ახლა არიქა და ამატებს. იქნებ შემიწყალოს და ნაკურთხი იყო მამა გურო, იყო წყალი კი გადამცა ცოტა დავიჭირმა ნაკურთხი. ახლა მაინც არ მაზიარე, ნაკურთხი წყალი ხო არ შეიძლება ჩვეულებრივად ყელი ნაკურთხით. გები და ამ დროს ეს ხალი წინა კვირას აღსარებაში დედამთილი გადაყლაბა. შეჭამა დედამთილი და არ მოუნანიებია და ამაზე ხალო დედამთილი ფეხები ყავს მეტი გარეთ გამოშედა განახლდათ გადაყლაპული ყავ. წყლის გადაყლაპოს ველაპარაკები გადიბით კი აქედან ახათორე და აუ ძალიან საჭირო პოდკასტი. ძალიან და უამრავი რაღაცებია მახვარი და პერიოდულად სხვადასხვა საკითხები გავუშალოთ ქრისტიანული, რომ ცოტა ნათელი მოეფინოს, იმიტომ რომ მართლაც ეპოქა ეს ინფორმაცია ჩემს ძალიან საჭირო იქნება, იმიტომ რომ მე არასდროს არ მამაგურა, მე ხაი მართლა ამიხილეთ თვალები, რომ აი როგორც ფსიქოლოგიაში არის ანიმა და ანიმუსის ეს ქორწილი ალქიმიაში ეს ალქიმიური ქორწილი შეერთება და ეს მესამე გზა რომ ეგ თუ ქრისტიანობაში იყო მარხვა, აი მაგას ვერასდროს ვერ წამოვიდგენდი, ხო და ეს გზა შენი თავის განხმრთობის და ასვლა მაღლა ამ ვერტიკალზე. ქრისტეს დოგმატი რატო იკლავდა თავს მამები 3-7 სოფლიო კრებაზე? 3 სოფლიო კრება მიეწოდა ამ დოგმატს, რომ ჭეშმარიტი კაცია, ჭეშმარიტი ღმერთი. ამას ებრძოდნენ. ზოგი ამბობდა მოჩვენებით ღმერთია, ზოგი ასე ნესტორიანელები ისინი უამრავი იყო ისე, მაგრამ გამოკვეთეს რა? ერთი პირია, ორი ბუნება, ადამიანური და ღვთაებრივი შეურევლად, შეურწყევლად. ახლა რატო არის ჩვენ თვითშოვა? ეს ჩემი არქეტიპი, ჩემი მოდელია, ჩემი მიბაძვისაგან, ჩემი ღმერთია, მე უნდა გავხდე ასეთი. ანუ რას გევზრებებ? არა ცაში წასვლა, რომ აქ უარი თქვა მიწაზე. მეორე მხრივ, არა უარი თქვა ზეცაზე და მარტო მიწაში დარჩა, ანუ მარტო ადამიანი. და არამედ ამის ჰიბრიდი ორივე ვარ. მიწაზე ფეხი მიდგას, თავის ზევით. ხო, აი მეც ადამიანის სკივი, რომელიც ამთლიანებს სადა მიწას, ჩემშია სადა მიწის ქორწილი. გულია ამის ცენტრი. აი ეს რო დასრულდება ჩემში ქმნადობა, უკვე შემდგარი კაცი ვარ. ანუ ქრისტე ჩემში მოსრულია უკვე. აი რისკენ მივდივარ ჩვენ. ხო, სიცხადეშორი, თქვენ რაც თქვით ახალგაზრდობაში თქვა მომენტი, რომ ვერ ხედავდიო, რასაც კითხავდიო. ეგ იქნება უკვე რომ დავინახავთ მაგას, თითქოს ხორც შეისხავს უკვე მაგ დროს. ანუ ეს სიმწიფეა. სოთაშორის რუსულად არის ზრენიე რა არის ხედვა ხო და ზრელი ანუ მხედველი ისე მწიფე უკვე მომწიფე ამის ხედავს უკვე მწიფებზე რა ეგა უკვე მომწიფებული ისე უკვე შემძლე ვარ დანახვის ხელმწიფე ნიშნავს შემძლე ანუ პრაქტიკა არის ძალაუფლებით მოსვლა ქრისტესის ჯერ მოვიდა როგორც კრავიო და ახლა მოვა როგორც მეფეთ და ანუ ფიზიკურად, პრაქტიკულად განახორციელებს ძალაუფლებას, სიყვარულის, რომელიც ჯერჯერობით არაა მატერიალიზირებული. აქეთკენ მიდი. ამიტომ ფაქტიურად აქ ერთია რომ ხელმწიფე მე უტრირავად ცოტა იმას ხო იცი, ანუ ხელმწიფე ხო არ ველოდი, მაგრამ ხელმწიფებას კი არ ველოდი, გულმწიფებას ველოდი, გულია მყвахე. ანუ გულის სიყვარულია მყвахე, არ იჭმევა ჯერ. ანუ ჩვენ ხო გული ხო ჩემი არსების ცენტრია ქართულში. ანუ გული უდრის შენს არსებას, არის შენი გულისთვის. ჩემი გულისთვის, იმის გულისთვის, რისი გულისთვის. ანუ გულია ცენტრი. შესაძლოა გული არის მოსრული ჯერ. ანუ თუ გული ვარ მე და არსი მე ვარ და ქრისტე უნდა მოვიდეს, ქრისტე თუ არსია, შესაბამისად მოსრულია შენში გული? ანუ მომწიფებულია, იჭმევა? თუ ყვახეა ჯერ და აკლია სიმწიფე. ანუ რისკენ მოდის გული სიმწიფისკენ და მწიფე გული უკვე განხორციელებული მატერიალიზებული სიყვარულია, ღმერთია აქ ყოფი. აჰა კარავი ღვთისა კაცთა. აი რას ვამწიფებ ჩვენ. აი რისკენ ვიდო, აი რა არის მარხვის მიზანი. რომ ყველაფერი რაც მე ხელს მიშნეს ამაში მოვიშორო. ქრისტე არის, აი ნახე მარხვა რა არის. მარხვა რა გასტრონომიაზე ლაპარაკი. ჩემთან ვინც მოდის, ანუ ჩემი გული იმისკენ არსი, ვინც არ მოიძულებს დედას, მამას, დას, ძმას, ცოლს, შვილს, საკუთარ თავსაც კი და ყველაფერს რაც გააჩნია. ვერ მოვა ჩემთან. ეს არ არის მარხვა? აბა რა არის მარხვა? მოზღუდვა ყველაფერზე, რამდენამეზე თქმა უარეს, მაგრამ ამას ხო კბილის ხრჭენით ხო არ ვამბობ, დუა სიხარულით ვამბობ, ბუა. რატო იცი მე ვიცი რა მოყვება ამათ. როცა ჩემს უპალთან, ჩემს სიცოცხლესთან მაახლოებს, რას დავინდო? ვინ არის ის, ვინც გადამიდგება წინ?
და იმ შვილს მე კი არ უარყოფ შვილს ვიძენს ზუსტად იმიტომ რომ მე რომ მივაღწევ ჩემს სანიტარო საბოლოოდ ის სიყვარული მე ჩემს შვილს უბრუნებ უკან ამათ ჯერ არის იმიან არიციან და გონიათ რომ მე როდესაც უარი ვთქვი სახლზე კარზე სამსახურზე თანამდებობაზე ხარ დავიწყებ ისე უცბად მეხივით აფეთქდა მთელ რაიონში ესეთი რაიკომში უნდა ჩემი გადაყვა და მთელი თითი საჩვენებელი ოჯახი ვიყავით და როგორც კი მივხვდი იმ მივხვდომეს არ მინდა ხაბი ვერ დავამტკიცებ ამას ვისაც არ განუცდი და რო იმის ფონზე რო ყველაფერი ზღაპა სიზმარია რო გონსპო გაიყვი ყველაფერი ჩამოიყარა ერთ დღეში სკოლები და იმიტომ ათეისტური ის იყო და ვერ ვასწავლით ევოლუციის თეორია უამრავ ფიზიკურად დავიწყე მუშაობა შუა ქალაქში თანამდებობა პერსპექტივა სიცხვილი ყველაფერი და ვერ გაიგო ეს მე ვიცოდი რომ მოვიდა როგორ ტერენტი ამ ვიცი დრომოვა ჩემი გაგების მე წინასწარ ჭურეთდი რიდამთავრდო ზუსტად ისე მოხდა ყველა ამათ არის მოდად მაგრამ რამე ვერ დაუთმო და იესოც ხო იძახის რომ როცა მარხულობთო სახე არ დაგემანჭოთო არა ნუ აჩვენეთ თავს ესე მწუხარე და ვითომ ისა უფრო მეცაც გეტყვი ესაიაში ეს გონია თუ მარხვაო რომ თავსი ჩაგრავთო და ვითომ ლერწამივი დადიხართო ვითომ ესე და აი მარხვაო რასაც მედია უპატრონოს შეიფარეო მშიერი აჭამეო ეს აი რა არის მარხვაო ანუ რა არის მარხვა ჩემს ბუნებას ადამიანის ბუნებას ზღუდავ და სიყვარულად გარდახვი ანუ მიმღები მდგომარეობი და გამცემის მდგომარეობაში გადავდივარ მიმღები ეგოიზმია და მარხვა არის ეგოზე უარის თქმა რათა რაც დარჩება ის პლუსია უკვე იმისთვის არ ვიბძი რომ ამით უკვე მოყვას სიკეთეს უკეთებ აი რა ყოფილა მარხვა თვითონ სიყვარულში ყოფილა მარხვაში ყოფილა მაშინ ძალიან დიდი მადლობა ძალიან საოცარი ძალიან და მე მგონი საჭირო და ეს წესით ხო უკვე ახალი წლის პირველი პოდკასტი იქნება და შვედიერი დასაწყისი არის მე მგონი წლის კი მართლა მადლობა თქვენ და ხო მომავალში გავარჩიოთ კიდე აი სხვა თემები აი ეს დონეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ ძალიან კი ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი რა აუცილებლად არაფერი არის საჭირო ჩვენ არ ვცდილობთ არაფერს ჩვენ არ ვცდილობთ ვიღაცა განვანათო ჩვენ ვართ ვაკეთებთ იმას და რაც გჯერა, რასაც ვხედავთ იმას ვამბობთ. არავის მიყვანა არ მინდა არსად, ჩემი მიზანი არ არის განათლების შეტანა ხალხში. ხო, ეს მე რითიც ხარ სავსე იმას ლაპარაკობ. მე ვიცი რომ არც იესო ამბობს, დაგვიმტკიცე რომ შენ ქრისტე ხარ, შენ ტყუი, შენ თავზე შენ თვითონ იმოწმებ, შენ გიჟი ხარ, სამარიდელი ხარ. ეს შიდა არ იჭაჭება ქრისტე, არ უმტკიცე რა მე ვიცი ვინ ვარო და თქვენი კითხეთ თორე მე მიმოწმებ ჩემი სული და ამიტომ არც ამტკიცებს, არც ბრაზდება, აფიქსირებს, ახლა შენ რომ მითხრა მე ახლა რაღაც ამიჩემო, ახლა წადი შენ მწვანეთ მიანო შენაო გამლანძობი არ გაბრაზდები თუ მწვანეთ თქვენ ნამდვილად არ ამბობ. ო და სულელი ვიქნები რომ ზუსტად ასეა ჭეშმარიტება, მეორე ჭეშმარიტება არ არსებობს. ვინც დაინახა ჭეშმარიტება ამტკიცებს და იბძვის ის იჭაჭება, ვისაც პრობლემა აქვს, რაღაც აწვება ჭეშმარიტება, პრეტენზიაა. იცავს ხო რა. რას იცავ, ბიჭო, ჭეშმარიტება შენი, ესე იგი, რა გამოდის, რომ ჭეშმარიტება მეტი შენ ყოფილიყარ, ახლა შენ იცავ, ვაი იმ ჭეშმარიტება რომ შენი დასაცავია. იუთ. ეგრეა. აი ძე დაღე, ჭეშმარიტებას ვიცავო მე ისა შახიდი ვარო. ნო შახიდი ნიშნავს ჭეშმარიტების დამცველ. მართლმადებლობას ვიცავ და შენ ვინო ხერე ხარ? ხო. შენ უფრო მეტი ხარ. ო მეტი ყოფილიყარ, მე მართლმადებლობას იცავ, თუ მართლმადებლობას. და შეიძლება მაგას ისე აი მაგიტომა ჩვენ ესეთი საუბარი თქვენი საჭირო ხშირად რა რომ სინათლე მიენათო შეიძლება ამას ისე იძახის რომ ვერც იაზრებს ამას რა სიძახის რა და ამას რომ დაენათებ ამიტომ არის სინათლეს არ იჭაჭება ის მიფენს მორჩა თავის მთავარი ვიყოთ იმ ნათელში აი ორი ჩვენ თვითონ შევქნათ ეს ნათელზე კი არ ვილაპარაკო ჯერ ჩვენ ვიყოთ ის რაც სხვას კიდე მისცე აი აქ არის ბლეფი მე მთელი ეს იწყება რელიგიომანია და ყველაფერი მცდელობები მოდი გავანათოთ ხალხი რა მოდი შენ ვინ ხარ შე თვითონ კაცო ჯერ შენი ყავი ნათელი ხო რაღა მე მომთხოვ და რაღა მე მასწავლი შეგხედავ ის კაცი შეუბედური რას გავხარო გეტყვი მიხედი შენ თავს ბიძია მე რა უნდა მასწავლე შენ დაქცინებენ ელემენტარულად მადლობა ბაბა გურამ გაიხარეთ მაგარი იყო და ჩაწერაში ეს ბოლო პერიოდი ყველაფერი კი მე ისე ვლაპარაკობ სერიოზად გეუბნები რას ბოლო ისედაც ესე არ ვლაპარაკობთ კაი დატოვეთ თუ რა არა შეიძლება ყველაფერი მეგობრებო მოკლედ მადლობა ბაბა გურამ რაბის თქვა ხო არ კიდე როდის გავესკიდე მე მგონი ბედობას ბედობას გავა
დაახლოებით. ახალ წელს ებრაელები როშაშანას იძახიან ამისარ მთავარი წელიანა გადასახედი რა გამოიარეს საწავე და ქართველებს გესწავლეთ ეს ახალ წელი ჩვენთვის არ ასოცირდებოდეს რაღაცა ხორაგთან და ისევ ის მარტო იმასთან გასტრონომიასთან არამედ გადავხედოთ საიდან მოვდივართ სად ვარ და რა პერსპექტივა გვაქვს და ძალიან დიდი და ნათელი პერსპექტივა გვაქვს მე ასე დარწმუნებული ვარ რომ თესველი სიმღერით მოიმკიან ჩვენ იმდენი რაღაც გამგვეყოფა მართლა ცრემლი და უნდა გამოანათოს აუცილებლად. ამ წლის ბოლო პოდკასტი არის? თუ ამ წელს კიდე დაიდება? ამ წელს დაიდება რამე ამ პოდკასტს? ამ წელს დაიდება ერთი, კი არა, ამ ეს რო გავაი ჩვენ უკვე მომავალში. ეს უკვე მომავლის პოდკასტი. გილოცავთ 26 წელს მაგრამ. გილოცავთ 26 წელს ეს იყო შენი პოდკასტი. მადლობა რომ ჩვენთან ერთად უყურეთ და აბა მომავალ შეხვედრამდე.